მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ალფას ხშირეზე სტუმრად გვყავს ისტორიკოსი ბატონი თეიმურ ზოფსკირი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ ვისაუბროთ მეორე მსოფლიო ომზე, ლენდ-ლიზის როლსა და იმ მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელმაც საბოლოო ჯამში განსაზღვრა მეორე მსოფლიო ომის შედეგები. 9 მაისი ახლოვდება რუსეთისა და მისი მეფუტკრეების, ესე ვთქვათ, ის უდიდესი თარიღი, როდესაც ისინი აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას და ამას მიაწერენ მხოლოდ საბჭოთა კავშირის როლს. უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ლენდ-ლიზის დახმარებამ მათ გამარჯვებაში რეალურად უდიდესი ფუნქცია შეიტანა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ სიმართლეზე, რომელიც არის კაფიოდ დოკუმენტირებულ დონეზე აღბეჭდილი მსოფლიო ისტორიაში, თუმცა ამას სამწუხაროდ საბჭოთა მეფუტკრეები და სტალინის მხარდამჭერები უარყოფენ დღემდე და ვეცდებით, რომ ესე ვთქვათ, იმ სიმართლეზე მოგიყვეთ, რომელიც არის ნათელი და ამასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, შესაბამისი ფაქტები და ეს არის დღესაც კი ხელმისაწვდომი. ბატონო თემურ, მინდა რომ დღევანდელი ეს ჩვენი ჩანაწერი ორ ნაწილად ვაყოთ. პირველ ნაწილში მინდა რომ ვისაუბრო ზოგადად იმ სიმართლეზე თუ ვინ დაიწყო ეს ომი. საუბარია რიბენტროპ-მოლოტოვის თავდაუსხმელობის ეგრეთ წოდებულ პაქტზე, რომლის ფემუხლებში არის მკაფიოდ განსაზღვრული ის საიდუმლო ვეაგუნი ისრაფები, რომლის ფარგლებშიც საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ გადაინაწილა ევროპის ის ზონა, სადაც დაიწყეს შეტევა. ეს იქნება პირველი ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილში უშუალოდ ლენდ-ლიზს მინდა შევეხოთ და მოდით დავიწყოთ რეალურად ამ შეკითხვით, თუ ვინ დაიწყო ომი და რა იყო ამ ომის დაწყების, ესე ვთქვათ, მიზნები ორივე მხრიდან. ენასაუბრეთ მაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. ომი რეალურად სწორედ დაიწყო საბჭოთა კავშირის გერმანიის თავდაუსხმელობის ფაქტით, ან ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ის შეთანხმება, რომელმაც გარდაუვალი გახადა ომის დაწყება, რაც მოხდა კიდევაც სულ რაღაც 8 დღეში. რაც შეეხება ფაქტის დადების წინაპირობებს, სხვა შორის მე ყოველთვის ვერიდები მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტად ამის მოხსენებას, რადგანაც გარკვეულ რაღაც დამცრობის ვარიანტი არის, თითქოს სახელმწიფოები არაფერს უშია, თითქოს რაღაც პერსონალიებთან არის დაკავშირებული და ეს სხვა შორის საბჭოთა ნარატივიდან წასული სახელწოდება, რომელიც დასავლურ ისტორიოგრაფიაში რეალურად 60-იანი წლებიდან იმკვიდრებს ფეხს, მას შემდეგაც ჯორჯ კენანმა გამოუშვა თავისი რუსეთის და საბჭოთა კავშირის ისტორია და იქ ახსენა და ამის შემდგომ უკვე უფრო წავიდა სიამოვნებაში ეს ტერმინი რასაკვირველია არასწორია. ეს იყო საბჭოთა კავშირის გერმანიის პაქტი, რომელსაც კი ხელი მოაწერეს მოლოტოვმა და რიბენტროპმა მოსკოვში, მაგრამ ის იქნა რატიფიცირებული აგვისტოს ბოლოს, როგორც გერმანიის, ისე საბჭოთა კავშირის საკანონმდებლო ორგანოების მიერ. შესაბამისად, ეს იყო სრულიად საბჭოთა კავშირისა და გერმანიის პაქტი. სტალინ-ჰიტლერის პაქტი რო დავარქვათ, კიდევ მაინც უფრო სწორია, ვიდრე მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ახლა ამ ფაქტს რა უძღოდა წინ? ძალიან ხშირად ხოლმე მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს ძირითადად ახლა რუსული ისტორიოგრაფია და მაგრამ საბჭოთა ისტორიოგრაფია ამტკიცებდა ამას, რომ ეს იყო დასავლეთის სახელმწიფოების ბრალი, რის გამოც საბჭოთა კავშირმა გააფორმა პაქტი გერმანიასთან, რომ მათ უარი თქვეს სტალინის შეთავაზებულ ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, რომ ვერაფრით ვერ მოხერხდა საბჭოთა კავშირის საფრანგეთსა და ინგლისს შორის საერთო ენის გამოხატვა, რომ ეს შეთანხმება, რომ შემდგარიყო ამ სახელმწიფოს შორის მაშინ საბჭოთა კავშირს არ დასჭირდებოდა გერმანიასთან პაქტის გაფორმება, მაგრამ აქ ბევრ რამეს იმიწყებს ამ შემთხვევაში ის მხარე, ვინც ამას ამტკიცებს. მათ შორის საკმაოდ ძალიან ინტენსიურად ბოლო წლებში ერთი კანადელი პროფესორი მაიკლ ჯაბარატანი წერს ამ თემაზე და ფაქტობრივად საბჭოთა პოზიციები დაწერს.
რეალურად სიტუაციის არცოდნის გამომჟღავნება მსგავსი განცხადებები და პლუს ამას უნდა ვთქვათ, რომ როდის დაიწყო ეს ყველაფერი და რუკასაც რო შევხედოთ, ვნახავთ, რომ საბჭოთა კავშირი თუ გერმანიასთან არ გაახორციელა ხელშეკრულებას, გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის საყვარი არ არსებობს. შესაბამისად, თავდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირის გერმანიასთან ფაქტი არაფერში არ შეერგება. იმიტომ რომ რა თავდაუსხმელობა სად უნდა დაესხან თავს ერთმანეთს, საყვარი არ გააჩნიათ ელემენტარულად საერთოდ. და აქ გება ზუსტად აი ამ მოლაპარაკებების საკითხი, საბჭოთა მხარე ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ინგლისს და საფრანგეთს წარმოადგენდა დაბალი რანგის დიპლომატები თუ სამხედროები ამ შემთხვევაში გამოლაპარაკებების დროს, თუმცა ინგლისელები და ფრანგები ყოველთვის ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებს ვინ შეასრულებს, ხელმოწერა თუ მოხდა შეთანხმების მიღწევა საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც განვიხილავთ, მერე რასაკვირველია მოეწერება უკვე მაღალ დონეზე უფრო. თქვათ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მერე მოეწერება ხელი. ამიტომ ბუნებრივია, რომ არავითარ მნიშვნელობა იმას არ ჰქონდა, ახლა რამდენად მაღალი რანგის წარმომადგენლები იყო გამოგზავნილი მოსკოვში, სადაც ერთად ტარდებოდა ეს მოლაპარაკებები. თუმცა უნდა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთს ნამდვილად აკავდა მაინც და მაინც დაბალი რანგის წარმომადგენელი, გენერალი დუმენკი არმიის ერთ-ერთი არმიის ხელმძღვანელი იყო, გენშტაბში მაღალი თანამდებობა ეკავა და დაახლოებით რანგით მესამე-მეოთხე იყო ფრანგულ იერარქიაში, ასე რომ სამხედრო იერარქიაში, ასე რომ მას ნამდვილად შეეძლო კვალიფიციურად ემუშავა ამ კუთხით. არც ბრიტანული დელეგაცია იყო მთლად ისეთი წყალწარგებული, როგორც საბჭოთა მხარე წარმოაჩენს, რადგანაც კიდევ წარმოადგენდა მას გადამდგარი რეზერვის ფელდმარშალი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფელდმარშალი დრაქსი საკანონმდებლო გავლენის აღგებული. თავარი არის ის, რომ რასაც მალავდა საბჭოთა მხარე, არის ის, რომ სიამოვნებაში პარალელურ რეჟიმში ინგლისთან და საფრანგეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გერმანიასთანაც. ეს მოლაპარაკებები თავდაპირველად შედარებით დაბალ დონეზე იყო, მაგრამ როგორც ჩანს, როგორც მინიმუმ ერთხელ აგვისტომდე და შეიძლება ორჯერაც რიბენტროპი მოსკოვში იყო. როგორც მინიმუმ ერთხელ მანამდე, რადგანაც რასაც ოფიციალურად საბჭოთა კავშირი ალბათ არ ადასტურებდა და ეს შემდგომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გაიჟღერა ინფორმაცია ვოლგოგონოვის ნაშრომებში და იქ მოყვანილია ესეთ ფაქტიც, რომ იმდენად გასაიდუმლოებული იყო ვიზიტი, რომ როდესაც უბრალოდ სექტორს აცდა თვითმფრინავი საზღვრის გადალახვისას საბჭოთა კავშირი ეს საფრანგეთის გადალახვისას იქ მოხდა ისე, რომ კი რაღაც ჩამოვარდეს თვითმფრინავი. იმიტომ რომ სხვა სექტორი იყო. მაგრამ მეორე გვერდითა სექტორი იყო და მეზობელ სექტორში იყო, სადაც უნდა გაეტარებინა თვითმფრინავი, მიხვდნენ რომ რაღაცა მოხდა და გადარეკეს და უთხრეს, რომ არის როლოთ მე მგონია უბრალოდ ჩვენთან უნდა გამოვლო ამ თვითმფრინავს. რაზე მიდიოდა საუბარი ახლა? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რას თავაზობს საბჭოთა კავშირი ინგლისს და საფრანგეთს? საბჭოთა კავშირი ინგლისს და საფრანგეთს თავაზობს საბჭოთა ჯარების დახმარებას გერმანიასთან კონკრეტულ შემთხვევაში, ოღონდ ეს საბჭოთა ჯარები უნდა განლაგდეს პოლონეთის ტერიტორიაზე. უნდა შეგიძლია ხო საუბარი არ გაქვს. პლუს ამას ითხოვს ლიტვა, ლატვია, ესტონეთს და შესაბამისად პოლონეთში ჯარების განთავსება, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი საბჭოთა კავშირის გავლენის სფერო. ბესარაბიას იცხოვა. ბესარაბიას არა, იქნება რუმინეთისთვის გარანტიებია მიცემული ოფიციალურად ინგლისის და საფრანგეთის მიერ და შესაბამისად რუმინეთს ამ შემთხვევაში არ ეხება, მაგრამ აი განსხვავება ზუსტად ეს არის. გერმანიასთან მოლაპარაკებები ითხოვს პოლონეთის ნაწილს, ლატვიას, ესტონეთს, ფინეთს და ბესარაბიას.
ანუ იმისთვის რომ ეს ბესარაბია კონკრეტში შემოსულიყო ყოველ ინგლისთან იმ დონეზე რომ არა ელემენტარულად იმისათვის რომ ბესარაბია უნდა რუსეთის იმპერიის აღდგენაზე აქვს ახლა ამ შემთხვევაში საუბარი და აქედან გამომდინარე გერმანიასთან მოლაპარაკებების დროს უფრო მაქსიმალურ მოთხოვნებს აყენებს იმიტომ რომ გაყოფა ბევრად უფრო მარტივია და ბევრად უფრო შესაძლებელი მოკლედ ხედავთ რომ თითქმის იდენტური მოთხოვნებია, მცირე განსხვავებებით, აქ ბესარაბია და ფინეთი არის მოთხოვნილი, იქ ლიტვა. და პოლონეთის ტერიტორიაზე ჯარების შეხანება ახლა დამატებით პრინციპი იყო ახლა ჯარების ჩაყენება ლიტვა-ლატვიასთან როდესაც მოხდა საბჭოთა კავშირმა რა გააკეთა ვიცით, მაგრამ ეს ცოტა გასრება არის მოვლენების. ბუნებრივია რომ პოლონეთის თანხმობა რუსეთის საბჭოთა კავშირის ჯარების განთავსებაზე ვერაფრით ვერ იქნებოდა მიღწეული, რადგანაც პოლონეთისთვის გერმანიაზე არანაკლები მტერი არის საბჭოთა კავშირი. ისტორიული. უფრო მეცაც ვიტყვი, ანუ რუსეთი გაცილებით უფრო მეტი მტერია იმ მომენტისათვის, ვიდრე გერმანია. პოლონეთსა და რუსეთს შორის ომი იყო 1919-21 წლებში და პოლონეთმა ისევ მოიგო. თუმცა ომის პირობებში საბჭოთა ჯარები ვარშავას მიადგნენ, მაგრამ იქ დამარცხდნენ ძალიან ძიმით. შესაბამისად და ინგლისისთვის და საფრანგეთისთვის ახლა აბსოლუტურად მიუღებელი გამოდის ეს რა გამოდის გერმანიისგან გადარჩენა სურთ ამ შემთხვევაში პოლონეთის და აღმოჩნდება რომ საბჭოთა კავშირს ჩაუგდებენ ხელში და გავითვალისწინოთ რომ იმ დროისათვის ნაციზმი და კომუნიზმის შორის გარკვეული უპირატესობა ნაციზმს ემჯებოდა თუმცა ძირითადად უკვე ტოლობას არ ვლებდნენ გარკვეულწილად. ანუ იმას ვამბობ რომ უფრო მისაღები იყო ნაციონალ-სოციალიზმი ვიდრე კომუნიზმი იმ დროისათვის. ასე არის გასაკვირი იმ დროისათვის ჯერ ებრაელების დევნა კი იციან, მაგრამ ეს არ გასცდენია ხო, ჩვეულებრივ დევნას, რომელიც ტრადიციული ევროპისთვის, იმან ჯერ არ გასცდენია, ეს არ არის ჯერ ჰოლოკოსტი როგორც წინდა ეს ხდება. შესაბამისად, გეტოები ჩამოიფარგლებოდა ინგლისში. ხო, და გეტოები ახლა არ მარტო გერმანიაში, ვარშავაში იყო გეტო და შესაბამისად, ანუ დიდი საკონცენტრაციო ბანაკები იყო. ნამდვილად და ის მართლა საკონცენტრაციო ბანაკების ხასიათს ატარებდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გერმანელებმა თავიანთი ებრაელების უმეტესი ნაწილი მაინც იხოუშეს. მართალია გაძარცვეს, ფული წაართვეს, ქონება წაართვეს, მაგრამ ქვეყნის დატოვების საშუალება ასე თუ ისე მისცა, შესაბამისად არ ითვლება გერმანია იმ მომენტისათვის კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩანდენ ფარად. განსხვავებით შორის საბჭოთა კავშირისაგან, სადაც რეპრესიებიც იყო, ჰოლოდომორიც იყო და გაცილებით მეტი ადამიანი იყო დახოცილი. და ამიტომ ბოლშევიზმი და კომუნიზმი ტრადიციული მტერია, მაგრამ ვითარება იცვლება უბრალოდ 29 წლის შემდეგ. შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ინგლისისთვის და საფრანგეთისთვის არ აქვს, გერმანია დაიპყრობს პოლონეთს თუ საბჭოთა კავშირი. ფაქტობრივად დაიპყრობს ჯარის შეყვანით. და ამ პირობებს დათანხმება უბრალოდ შეუძლებელია. სამაგიეროდ ჰიტლერს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი არ აჩერებს, მისთვის მთავარია მეორე ფრონტი მოხსნას. ანუ ორი ფრონტზე ომი არ უნდა. შესაბამისად, რიბენტროპს აქვს კარტ ბლანში იმაზე, რომ დათანხმდეს პრაქტიკულად ყველაფერს, რასაც შესთავაზებს სტალინი. იქნება ეს ფინეთი, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთის ნახევარი, ბესარაბია, უფრო მეტიც თურქეთის საკითხის თუ დადგება, იქაც მზად არის დათმობა. აქ საინტერესო ხარ რაც არის თქვენ მიერ გახსენება ამ ფრაზაში, არის ის რომ როდესაც საბჭოთა ეგრეთ წოდებული მეთოდები საუბრობენ აი ამ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტზე, წარმოაჩენენ იმგვარად რომ თითქოს გერმანიას თავაზობდა მას საბჭოთა კავშირის იმ დონის გადანაწილებას და ისეთი საზღვრების, ესე ვთქვათ, გაფართოებას სხვადასხვა სახელმწიფოების დაპყრობით, რომელიც ინიცირებული იყო სწორედ ჰიტლერის მიერ. თქვენ ასეც ამბობთ, ეს ანუ რეალურად განსხვავებული პირიქით. რეალურად სტალინის მოთხოვნები ჰიტლერმა სრულად დაამოწმა. რეალურად ომის დაწყების კუთხით. ანუ ომის დაწყებამდე პაქტის წინაპირობა რაც იყო, ის საიდუმლო პროტოკოლები რაც არის, ეს სიამოვნებაში საბჭოთა მოთხოვნებია. ანუ საბჭოთა კავშირი ითხოვს, ახლა
თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ გერმანია ვერ შესთავაზებდა ბესარაბიის ვერაფერს საბჭოთა კავშირს და საბჭოთა კავშირის წინადადება იყო ეს. საბჭოთა კავშირმა რაც შესთავაზა, გერმანიამ ყველაფერი მიიღო. როგორც ვამბობ, თურქეთის საკითხსაც უნდა აყენებდა საბჭოთა კავშირი, სრუტეების საკითხს, თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების საკითხს, რაც იმ მომენტში დღის წესრიგში უკვე ახლავს დგება საბჭოთა მხარეს, ჰიტლერი მზად იყო ესეც დაეთმო და პირდაპირ გაცემული აქვს ინსტრუქცია რიბენტროპისთვის ამ მიმართულებით. ოღონდ ეს საკითხი მოსკოვში იმ დროს არ დამდგარა. და რატომ? იმიტომ რომ აი აქ მივადექით ყველა საინტერესო მომენტს. 1929 წლის 19 აგვისტო, როდესაც შედგა პოლიტბიუროს გასაიდუმლოებო სხდომა, რომელიც შემდგომ გააქრა ის ვითომ არ არსებობდა და 50 წლის განმავლობაში საბჭოთა მხარე ამტკიცებდა, რომ 1929 წლის 19 აგვისტოს სხდომა არ გამართულა პოლიტბიუროს სხდომა. და შემდეგ უცბად ვოპოლგონოვმა აღმოაჩინა, რომ სხდომა გაიმართა. ოღონდ უმნიშვნელო საკითხები იქნა განხილული. ეს ძირითადი საკითხი რაც ხო, სინამდვილეში კი საკითხი იყო იდგა დღის წესრიგში, რეალურად ერთადერთი საკითხი იდგა ვისთან ვახორხოთ ხელშეკრულებას. ინგლისთან, საფრანგეთთან თუ გერმანიასთან. რაც სალსახად ომის დაწყებას გულისხმობს. და არსებობს სტალინის სიტყვა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ფრანგულენოვან ვარიანტში და შეიძლება ახლა ვიღაცას გაუკვირდეს რატომ ფრანგულენოვან ვარიანტშია, მაგრამ გავითვალისწინოთ უნდა რომ იმ დროს არსებობდა ეგრეთ წოდებული კომუნისტური ინტერნაციონალი, კომინტერნი და მისი სამუშაო ენა იყო ფრანგული. ევროპულ ენებთან, ეს ევროპულ ქვეყნებში ფუნქციონირებდა ხელმძღვანელი იყო გიორგი დიმიტროვი. ეს იყო პროპაგანდისტული ამ შემთხვევაში კუთხით ეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტში რაც არის ჩაწერილი სხვა შორის ძალიან საინტერესო რამაა, არის ჩაწერილი ზუსტად 1929 წლის 23 აგვისტოს ფაქტის რეალიები და არა შემდგომ გადანაწილებული 28 სექტემბერს ცვლილებებს შეტანილი საზღვრების შეთანხმება, რომელიც გაფორმდა უკვე ვარშავის დაცემის შემდეგ. მათ შორის განსხვავებები იყო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა ლიტვა მიიღო და სამნაცვლოდ პოლონეთის უფრო მეტი ნაწილი დარჩა გერმანიას. აქ აი ამ სიტყვაში, ამ ფრანგულენოვან სიტყვაში გავრცელებული, რომელიც 90-იან წლებში იქნა ნაპოვნი რუსულ არქივებში, თქვა გაეპარათ, ანუ ყველა ეს სიტყვები ამოიღეს რუსულენოვანი და ასე შემდეგ გაასაიდუმლოეს, იქ არ უშვებენ არავის და აი ფრანგულენოვანი ახლა გაეპარათ. არ მიეცეს უბრალოდ. აი მან არის სწორედ 23 აგვისტოს რეალიები, ან ის რაც 19 აგვისტოს ილაპარაკა სტალინი. პოლიტბიუროს სხდომას და იქ სტალინი ხას უსვამს, რომ ომი აუცილებლად უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი ყობის ევროპაზე გავრცელება. და იქ ის იხილავს აქ ამ შემთხვევაში სიტუაციას, ის ამბობს, რომ ინგლისი და საფრანგეთი უფრო ძლიერები არიან ვიდრე გერმანია, ამიტომ უფრო სწორი იქნება გერმანიისთვის, გერმანიასთან პაქტის გაფორმება და გერმანიის დახმარება. მართალია გერმანია ალბათ დამარცხდება, ამბობს სტალინი, მაგრამ დასუსტდება ინგლისი და საფრანგეთი ამ ბრძოლაში. გაცილებით რომ მეტად ვიდრე ჩვენი დახმარების გარეშე და შემდეგ ჩვენ უკვე დასვენებულზე შევუტევთ გერმანიას და გავაცეცხლებთ მას. ისე უშვებს იმას, რომ გერმანია შეიძლება მოიგოს, ოღონდ ეს იმდენად ძნელი იქნება გერმანიისთვის, რომ გერმანია რომ მოიგებს ომს, ჩვენ უბრალოდ ჩვენი დასვენებული ძალებით შევუტევთ ჯერ გერმანიას და მერე საფრანგეთსაც ავიღებთ. რომელსაც იგულისხმება იმ მოცემულობა, სადაც ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს არ უპირისპირდებათ, ხო? ამ შემთხვევაში გერმანია და საფრანგეთი აუცილებლად გერმანია და საბჭოთა კავშირი მოკავშირეობის, ანუ აი ეს მოკავშირეობა ამას განაპირობებს. ერთად მოქმედება. სტალინი პირდაპირ ატარს ხელს იმას, რომ პოლონეთში ის ჯარ შეიყვანს ომის დაწყებიდან 16 დღის შემდეგ და 17 სექტემბერს საბჭოთა ჯარები შედის კიდევაც პოლონეთში და იწყება საბჭოთა კავშირის პოლონეთის მორიგი ომი, რომ არც ისე ხანგრძლივი, არც ისე სისხლის მორელი, მაგრამ ფაქტია ეს ომია და ეს არის რეალურად პოლონეთის მეოთხე გაყოფა. 23 აგვისტოს პაქტი, ეს არის პოლონეთის რეალურად მეოთხე გაყოფა.
და შესაბამისად ეს ყველაფერი ესე იგი ახლა სტალინის მიმართულია იმისაც რომ რაც შეიძლება მეტად დაიკავოს ევროპის ტერიტორიები და გავრცელოს საბჭოთა წყობა ამ ტერიტორიებზე. ან თუ გერმანია მოიგებს ომს ის ფიქრობს ინგლისის და გერმანიის და საფრანგეთის გაწითლებას, ერთდროულად თუ საფრანგეთი და ინგლისი მოიგებენ, მაშინ გერმანიას გავაწითლებს და წაიწევს წინ და თან ეს ტერიტორია პოლონეთი ავტომატურად მის ხელში აღმოჩნდება, ან ბევრად უფრო შორს იქნება წასული. ამიტომ აქედან გამომდინარე ნათელია რომ ორივე დიქტატორს ამ შემთხვევაში ეს ხელშეკრულების გაფორმება აწყობდა. ჰიტლერი იცილებს თავიდან მეორე ფრონტის საშუალებას, ჰიპოთეტურს მართალია იმის შემდეგ რაც პოლონეთს დაიპყრობს. ქვევს რო არ ყოფილიყო ხელშეკრულება პოლონეთის დაპყრობის შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირთან საყვარი ეკნება. საბჭოთა კავშირთან მოუწიოს ერთდროულად საფრანგეთთან და ინგლისთან ომი, ხოლო თავის მხრივ სტალინი ტერიტორიებს იღებს და ამას უმატებს მომავალში უკვე თავის ჩანაფიქრით გერმანიასაც და შეიძლება საფრანგეთსაც. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 23 აგვისტოს პაქტით, რომელიც იამბლოში 24-ში ნახტომოწერელი იყო, 12 საათი დამთავრებული იყო, მაგრამ 23 ითვლება, რადგანაც მეორე დილით უკვე გამოქვეყნდა. 23 აგვისტოს პაქტით სტალინმა და ჰიტლერმა დაიწყეს მეორე მსოფლიო ომი, რომლის დაწყება ოფიციალურად გაფორმდა სექტემბრის პირველ რიცხვებში. ჯერ გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე, რომელიც საბჭოთა პრესაში გაჩაღდა როგორც გაშუქდა როგორც პოლონეთის თავდასხმა გერმანიაზე, შემდგომ უკვე ინგლისის და საფრანგეთის მიერ ეს განცდის ომის გამოცხადებით რის შემდეგაც საბჭოთა მხარემ ოფიციალურად აგრესორებად გამოაცხადა ინგლისი და საფრანგეთი და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროინდელ საბჭოთა პრესას თუ ჩახედავთ, იქნება ეს правда თუ იზვესტი, ანუ ოფიციალური საბჭოთა პრესა, იქ გერმანელები 23 აგვისტოს მერე გერმანელები მოკავშირეები არიან და იწყება კავშირები გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის. ან პირველ ეტაპზე ომის 1939 წლიდან 1941 წლის ივნისამდე გერმანია და საბჭოთა კავშირი არიან მოკავშირეები და საბჭოთა კავშირი გერმანიას ამარაგებს ყველანაირი ნედლეულით, რომელიც გერმანიას სჭირდება გნებავთ ომის საწარმოებლად, იქნება ეს ფოლადი თუ სხვა ლითონები, გნებავთ ხოროქლით, რომელიც ასევე სჭირდება. ანუ რეალურად როდესაც საბჭოთა პროპაგანდა აი ამ მოვლენას 1939 წლის 23 აგვისტოს, როდესაც ეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი დაიდო, უწოდებს მას თავდაუსხმელობის პაქტს, ეს იყო რეალურად შეთანხმება ომის დასაწყები. კი, რომელიც უბრალოდ შემდგომ უფრო მასალების გასაჯაროებისთანავე ფართოდ გავრცელდა საზოგადოებაში. ოფიციალურად ორივე მხარე იღებდა თავის თავზე ვალდებულებას, რომ არ დაესხმებოდა ერთმანეთს 10 წლის განმავლობაში და შესაბამისად თუ პაქტის და 2 წლით მატრონ და შეეტყობინებდნენ გვასვლას აპირებდა. ასე რომ ეს ტრადიციული ფორმა იყო 30-იან წლებში ხელშეკრულებების შედგენის თავდაუსხმელობის პაქტი ერქმეოდა, მაგრამ შემდგომში მეგობრობის ხელშეკრულებები იყო ძირითადად. თუმცა რეალურად ის საიდუმლო მუხლები იმ პერიოდის საზოგადოებაში არ იყო და ის გავრცელდა სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ ფრანგულენოვანი პრესის წყალობით, იმ ფრანგული მასალებიდან, ოღონდ ეს მოხდა უკვე მოგვიანებით, ანუ 1 წლის შემდეგ. დაახლოებით და მაშინ უკვე ეს იყო ძალიან ესე დიდი სკანდალის გარკვეულწილად სკანდალი გამოიხილე იყო ამ შემთხვევაში. 1951 წლის მე ალფაზე დავდა ეს ვიდეოს, რომელზეც არის ასახული კადრები, როდესაც 1951 წლის 1 მაისს გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ჩადიან უშუალოდ მოსკოვში, სადაც იმართება აღლუმი და მას ხვდება საბჭოთა არმიის ესე ვთქვათ ხელმძღვანელი, ну მაღალჩინოსანი სამხედრო პირი სემიონ ტიმოშენკო და ეს კადრებიც როგორც ამბობენ გავრცელდა საკმაოდ ხვია რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მას შემდეგაც უკვე ეს ომი დასრულებული იყო ანუ მე ამით რა კითხვის დასვას ვცდილობ ანუ როდესაც 1 მაისს ხდება ეს შეხვედრა საბჭოთა კავშირსა და გერმანიის შორის და დაახლოებით 1 თვეში 22 ივნისს იწყება ომი თქვენი აზრით ანუ რამ განაპირობა ერთი თვის თავზე ეგრეთ წოდებული ფსევდომეგობრობა
რომ გადაზრდილიყო უშუალოდ იმგვარ ომში, რომელსაც რუსეთი სამამულო ომს იდეებს. ხო, ამისთვის უნდა დავუბრუნდეთ 1940 წელს, სიამოვნებაში გერმანელების და საბჭოთა გერმანიის სამხედროების და საბჭოთა ჯარების ერთობლივი ალბომები არ იყო მაინც და მაინც იშვიათი მოვლენა 1929 წლის სექტემბერში ყველა ცნობილი პრესტის ალბომი ამ შემთხვევაში, თუმცა იქ რამდენიმე ალბომი ჩატარდა ასეთი, სადაც გერმანული და საბჭოთა ჯარები ერთად იყვნენ წარმოდგენილი. ეს ჩვეულებრივ ხდებოდა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც გერმანელებმა დაიკავეს და საბჭოთა მხარეს უნდა გადასცემოდა. და შესაბამისად იმ მომენტში, როდესაც საბჭოთა ჯარები შემოვიდნენ, გერმანელები ჯერ კიდევ იქ იყვნენ და საერთო ალბომები ჩაატარეს იმის აღსანიშნავად, რომ მეგობრობა ამ ქვეყანას შორის მტკიცე და ურყევია. ეს გრძელდებოდა, მაგრამ აი 1940 წლის ზაფხულიდან სიამოვნების ვითარება იცვლება საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები დაიწყო. და გარკვეული პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც გერმანიამ მოულოდნელად ძალიან სწრაფად დაამარცხა საფრანგეთი. აი აქ უკვე სტალინმა, რომელიც მანამდე არ ჩქარობს, ანუ მან სექტემბერ-ოქტომბერში წარმოდგინა შესაბამისი ულტიმატუმები ჯერ ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის ხელმძღვანელობას და შემდგომ ლიეტუვის ხელმძღვანელობას. იმის თავგადასავლად იქ უნდა განთავსებულიყო საბჭოთა ჯარები, ფინეთთან მიმართებაში დამატებით მოხმული იყო ფასები და ტერიტორიის გადმოცემა, რაც ესტონეთმა და ლატვიამ მიიღეს, შემდგომ მიიღო ლიეტუვამაც, მაგრამ ფინეთმა რასაც უარი თუ პასუხა და დაიწყო ეგრეთ წოდებული ზამთრის საბჭოთა კავშირის ფინეთის ომი, რომელშიც საბჭოთა კავშირმა კი გაიმარჯვა, მაგრამ გარკვეულწილად პიროსის გამარჯვება იყო და ვერ გაბედა სტალინმა ბოლომდე მიყვანა თავისი ბოლომდე გაიყო ჰელსინკის არა? კი, მთლიანი ტერიტორიის დაკავება, მას უკვე შექმნილიყო თავისი მთავრობა. აი ამის სამახუნჯებს ზუსტად საბჭოთა კავშირის პროპაგანდა, რომ თითქოს მხოლოდ კარელიის ველი სურდა ფინეთისგან. სიამოვნებაში გაცილებით მეტი ასე ვთქვათ ტერიტორიის დაკავება სურდა სტალინს რუსეთის იმპერიის აღგანა და რუსეთის იმპერიაში ფინეთი შედიოდა, ასე რომ შესაბამისად აქ ნამდვილად არ იყო მხოლოდ აი მცირე ტერიტორიით შემოხარბლა სტალინის მიზანი და ისიც აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში მარიონეტული მთავრობა შექმნა და შემდგომ რაც ისე დაშანა. ხო, რადგან მონეფაიმი რადგანაც მიხვდა, რომ ძალიან ძვირი დაუჯდებოდა მთლიანად ფინეთის დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ მონეფაიმის ხაზი იყო გარკვეული, იმიტომ რომ მოდიოდა გაზაფხული, გაზაფხულზე ფინეთში დაიწყებოდა ფინეთის დაპყრობა ზამთარში უფრო მარტივი იყო, იმიტომ რომ დაიწყებოდა თოვლის ნობა, ფინეთის ტერიტორია, ფინეთის ცნობილია როგორც 1000 ბის ქვეყანა, მაგრამ სიამოვნებაში არის ასევე 1000 ჭაობის ქვეყანა. ტბების რაოდენობა სიამოვნებაში 5000 აღწევს. ასე რომ და იქ საბჭოთა მხარე კარგავდა მთლიანად თავის ოპერაციობას, რაც გააჩნდა ტექნიკაში. ამიტომ ზამთარში შეტევა კიდევ უფრო მარტივი იყო ვიდრე ზონაზე. ამიტომ სტალინმა გადაწყვიტა, რომ დაკმაყოფილებულიყო მცირედით, მცირე ბაზებით, პლუს ლენინგრადისთვის საფრთხის მოცილებით, რის საფრთხე, ფაქტობრივად ვიბორგის ვიპური, რომელიც იყო ფინური ქალაქი ვიბორგის დაკავებით და მცირე, ასე ვთქვათ, ტერიტორიული შენაძენით ზემოთ უკვე რაც მაინც და მაინც დიდად ამ შემთხვევაში არ მოქმედებდა. აი 1940 წლის ზაფხულში მანამდე სტალინის ჯარები შეყავს შეყვანებული ლიტვა, ლატვია, ესტონეთში და საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ უცბად ის სწრაფად აღდან საპტერიტორიების ანექსიას. ანუ ოკუპაცია ფორმალურად არ იყო, ბაზები იყო და ეს ბაზებიდან ჯარები უცბად გამოვიდნენ და დაიკავეს ტერიტორია. და ეს პრობლემა ინტერესებს თქვენი აზრით. სტალინი ალბათ ფიქრობდა, რომ უშუალოდ
მაჟინოს ხაზით შეუტყიდა ალბათ ჰიტლერი და ბელგიიდან არ იქნებოდა შეწევა, რაც არ გაუქმებდა, რაც დიდხანს გასტა. ხო, ის რომ აი ეს კოლაფსი რაც დაემართა ფრანგებს, ეს უბრალოდ არ თვლიდა ამას შესაძლებლად. ანუ ის თვლიდა რომ იქნებოდა ომი გამოფიტვაზე, როგორც იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. და შესაბამისად თვლიდა რომ გერმანია ამ ომს ვერ გაუძლებდა საბჭოთა კავშირის დახმარებით წინ შეიდა. მაგრამ მეორე მომენტია ახლა აქ მნიშვნელოვანი კარგით, დავანებოთ თავი ლიტვა, ლატვია, ესტონეთს, დავანებოთ თავი ფინეთს. სტალინმა ამავდროულად ზუსტად ახლა წაუყენა თავისი პრეტენზიები რუმინეთს და ბესარაბიასთან ერთად მოითხოვა ბუკოვინაც. აი, აქ უკვე ეს კონტაქტის დარღვევა იყო. აი, აქ უკვე რუმინელებმა მიმართეს ჰიტლერს დაცვის თხოვნით, ჰიტლერის პასუხი იყო, რომ არა გადაეცით, მაგრამ ამავდროულად ჩაფიქრდა. და მოითხოვა განმარტება თუ რატომ სტალინის თუ ბუკოვინას სჭირდებოდა, რატომ არ მოითხოვა ეს მაშინ ერთი წლის წინ, როდესაც ყველაფერი ისემაც იყო მზად და ახლა რატომ მოითხოვა და დაიწყო შესწავლა ამ საკითხის გერმანულმა მხარემ და დაასკვნეს, რომ ბუკოვინას მოთხოვნის ერთადერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ ეს სნიდა გზას პლოეშტისკენ. აი, ეს უკვე ჰიტლერს ძალიან მძიმე დანიშნა, იმიტომ რომ პლოეშტი იყო გერმანიისთვის ნავთობის მიწოდების მთავარი წყარო, 90% გერმანული ნავთობის მიდიოდა პლოეშტიდან, ასე რომ შესაბამისად გერმანისთვის საჭირო ნავთობპროდუქტები მთლიანად რუმინეთზე იყო თითქმის მთლიანად დამოკიდებული ამ შემთხვევაში. და ეს უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემად ჩათვალა ჰიტლერმა და ამ მომენტიდან მოყოლებული სრულიად სხვანაირად ის უყურებს ფინეთის საკითხსაც, რომელსაც გერმანელები გარკვეულწილად იყენებდნენ ამ მომენტისათვის ჯარების გადასასვლელად ნორვეგიაში და ახლა უკვე ეს ჯარების როტაცია ნორვეგიიდან ძალიან ხშირად ხდებოდა უკვე ფინეთის გავლით. ანუ აქედან გერმანიიდან შემცვლელი ჯარები მიდიოდა ფინეთში და იქიდან გადადიოდა ნორვეგიასკენ. ხო და პირიქით უკან წამოსული ჯარებიც ასე აქეთ მოდიოდა. შესაბამისად ძალიან გრძელი გზა გამოდიოდა, მაგრამ შესაბამისად დაახლოებით 2-დან 5,000-მდე გერმანელი ჯარისკაცი მუდმივად იხორბებოდა ფინეთის ტერიტორიაზე, რაც საბჭოთა კავშირს ძალიან არ მოსწონდა. 1940 წლის ნოემბერში მოხდა კიდევაც სერიოზულად ამ საკითხებით დაყენება, როდესაც მოლოტოვი ჩავიდა ბერლინში და შეხვდა ორჯერ ჰიტლერს და რიბენტროპს და ორჯერ ცალკე რიბენტროპს, ანუ 4 შეხვედრა 2 დღის განმავლობაში და ამ დღეების დროს, აი ამ შეხვედრების დროს საბჭოთა მხარემ კატეგორიულად მოითხოვა ფინეთში ფინეთისთვის თავი დანებება გერმანელების მხრიდან, მოითხოვა ბულგარეთში ბაზის გახსნა, მოითხოვა თურქეთის სრუტეებზე გასასვლელი, თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენება და ეს ყველაფერი ერთიან პაკეტშია ყველაფერი. სულ საბჭოთა მოთხოვნებია. ჰიტლერი იქიდან პასუხობს, რომ სრუტეების საკითხში ძალიან მხარს უჭერს საბჭოთა კავშირს და მისთვის ასე ვთქვათ, რაუსერვის 1940 წლის ნოემბერში. ხო, მისთვის ასე ვთქვათ, ეს მისაღები უბრალოდ იტალიის პოზიციებიც უნდა გავითვალისწინოთ და ამიტომ ახლა წინასწარ ვერ მოგცემა. თუ რამე ტერიტორიული პრეტენზიები გაქვთ თურქეთთან, ეს თქვენი და თურქეთის გადასაწყვეტია და მე არ მეხებაო. ფინეთთან დაკავშირებით, ფინეთი რასაკურველია თქვენი გავლენის სფეროა, მაგრამ ახალ ომს მე არ დავუშვებ ბალტიის ზღვაშიო. ანუ ია შენი, მაგრამ არ არის შენია და ჩემ ჯერები დატოვებენ როგორც კი ნორვეგიასთან ასე ვთქვათ პრობლემები მოიხსნება ნორვეგიაში თუმცა ზოლოქატებები არ მიმდინარეობს ზაფხულის შემდეგ, მაგრამ მაინც იყენებს ამ კარts მოდით გამედროვე ტერმინოლოგიით ვთქვათ და რაც შეეხება ბულგარეთს, ამაზე კატეგორიული უარი განუცხადა, პირდაპირ უთხრა, რომ არა, ბულგარეთი რა შუაში არის, ბულგარეთს არ მოუთხოვიდა, თქვენგან არც გარანტიები და არც ბაზებია. ხო, ანუ უკვე დაპირისპირების ესე ვთქვათ კონტურები იკვეთება. კი, და ეს მოთხოვნები
მოლაპარაკებების დროს საბჭოთა მხარე აყენებს სულ მოთხოვნებს. ჰიტლერის მხრიდან იყო შეთავაზება სხვა შორის, რომ ახლა როგორც აღმოჩნდა თურქეთთან მიმართებაში ტერიტორიული პრეტენზიები თუ გაქვს შენი განსაწყვეტია და სულტეების საკითხიც იტალიასთან ერთად მოგვარდება, მაგრამ მე მსურს რომ შემოგთავაზოთ თქვენო მიმართულება სპარსეთის მიმართულებით, ანუ ექსპანსია და გასვლა სპარსეთის ყურეზე. ანუ ინდოეთის ოკეანეში გასასვლელს სთავაზობს, აი ამ მიმართულებით იფიქრები გაფართოებაზე, ესე ჩემთვის მისაღები არის. როგორც შიდა, ასე ვთქვათ, ჩანაწერები მოწმობს, ჰიტლერი თვლიდა, რომ თუ სტალინი დაეთანხმებოდა ამ წინადადებას, ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ გასაყოფი არაფერი არ ჰქონდათ და ეს იმას ნიშნავდა, რომ სტალინთან ომი მას არ მოუწევდა. და საბჭოთა კავშირზე თავდასხმა მას არ სჭირდება. მაგრამ თუ ის უარს იტყოდა, მაშინ ჰიტლერი უკვე ფიქრობს, რომ ეს ადამიანი გამზადებულია ჩემს წინააღმდეგ ომის დასაწყებად. და ზუსტად ასე აღიქვამს ის ბაზას ბულგარეთში, რადგან ბულგარეთის ბაზა არა მარტო სტამბოლის და თურქეთის წინააღმდეგ არის, ამ შემთხვევაში მიმართული არის რუმინეთის წინააღმდეგაც და რუმინეთი უკვე აღნიშნეთ რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიულად გერმანიისთვის და ეს მზარდი მოთხოვნები, რომელიც სტალინს აქვს ევროპაში, ეს არის უკვე გერმანიის წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ რომ გერმანია არის ევროპის ბატონი ამ მომენტში, კონტინენტური ევროპის. საინტერესოა რომ თურქეთის საკითხი რატო დადგა ახლა 1940 წელს და რატო იყო 29-ში, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე სტალინს არ ეგონა რომ გერმანია მოიჭრა საფრანგეთთან და მიეშთა რომ ეს იყო ის საკითხი, რომლის შეთანხმება შესაძლებელი იყო მხოლოდ ინგლისთან და საფრანგეთთან, გერმანიასთან. შეთანხმებას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერ მოიგებსავდა და რა მნიშვნელობა აქვს, ამიტომ დააგვიანა გარკვეულწილად. აი ამის შემდგომ უკვე როდესაც საბჭოთა მოთხოვნები არ შეიცვალა და ნოემბრის ბოლოს ხელახლა იქნა წარდგენილი და უფრო მეტიც საბჭოთა მხარების სცადა ბულგარეთში ფაქტობრივად გადატრიალების მოწყობა იმისათვის რომ ამ ბაზის მიღება შესაძლებელი გამხდარიყო, აი მაშინ უკვე გერმანია ჰიტლერმა გასაბრძანება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შემუშავების და გეგმის წარმოქმნას. ამ მიმართულებით მუშაობა გერმანულმა სამხედროებმა დაიწყეს დაახლოებით 1940 აგვისტოში და ნოემბრის ბოლოს მართლაც აღინეს პირველი გეგმები, რომელიც დეკემბერში უკვე ოპერაცია გამყაროსასწრაფოდ იქნა გაფორმებული. ოღონდ საინტერესო რა არის? 1940 წლის აგვისტოში დაიწყო გერმანია ამაზე მუშაობა. აი საბჭოთა კავშირი გერმანიასთან დასმის გეგმებზე როდიდან მუშაობა, ეს არის საინტერესო. ასევე აგვისტოდან, ოღონდ 1939 წელს. ხო, აი ეგ ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, ხო? უფრო მეტი დეტალი გვაინდა. ხო. და 1941 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირში ჩატარდა ეგრეთ წოდებული სამხედრო თამაშები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ, ესე იგი, საბჭოთა სამხედროების უმაღლესი პირები, ჩართული იყო სარდალი პავლოვი, რომელსაც ეკავა ყველაზე მაღალი თანამდებობა მომენტში, ჟუკოვი და ანტაგონისტურ მხარეს სწორედ პავლოვი და ჟუკოვი ხელმძღვანელობდნენ. ახლა ჟუკოვის მემუარებიდან ჩვენ ვიცით ამ თამაშების შესახებ, ოღონდ ვიცით ერთი თამაშის შესახებ, რომელშიც ესე იგი ჟუკოვმა გერმანელების მხრიდან ითამაშა და გაახორციელა ზუსტად ის, რასაც აკეთებდნენ გერმანელები და ზუსტად ისევე გაანადგურა საბჭოთა ჯარები ამ თამაშისას 51 წლის იანვარში, როგორც განადგურდნენ ისინი 51 წლის ივლისში. ოღონდ რაც გამალა ჟუკოვმა იყო ის, რომ თამაში იყო 3 და რომ ორ შემთხვევაში მოიგოს პავლოვის მხარე. Ναι. და ორივე შემთხვევაში მაშინ როდესაც საბჭოთა ამ პავლოვის საბჭოთა ჯარებმა პირველებმა დაარტყეს მოწინააღმდეგეს. და ამ დროისათვის უკვე საბჭოთა ჯარების თავმოყრა იწყება გერმანიასთან საზღვარს. საბჭოთა კავშირმა გაანადგურა ფაქტობრივად თავისი ძველი და გერმანიასთან საზღვარზე უფრო გამომართოთ დამმართველობა. მთლიანად გერმანიას ამ პოლონეთის ტერიტორიაზე ესაზღვრება ესენი მომენტში ძირითადად და პირველ სამას რუმინეთის მიმართულებაზე, რომელიც გერმანიის სატელიტად მოიაზრება. ამ შემთხვევაში საბჭოთა ჯარების თავმოყრა მიდის ხმელოდან ამ მიმართულებას პლუს სადაც არის გერმანიის კონტროლის პლუს ფინეთის წინააღმდეგაც. და
აქ გვაქვს საინტერესო სიტუაცია ძალიან, რომ ეს თავმოყრა იწყება, მაგრამ უნდა გავთვალისწინოთ, რომ სტალინი ძალიან სკრუპულოზურად საკითხს და რაც შეიძლება მაქსიმალური ძალების თავმოყრას ახდენს ამ შემთხვევაში საზღვარზე. რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ გერმანიამ გაასრულა საბჭოთა კავშირს. 41 წლის დასაწყისში უკვე ორივე მხარე ემზადება ომისათვის და საბჭოთა მხარეს გააჩნია გაცილებთ მეტი ტანკი და ეს ტანკები არა მარტო რაოდენობრივად და მეტი, არამედ ხარისხობრივადაც ჯობია გერმანულებს. რამდენიც უნდა ილაპარაკოს საბჭოთა პროპაგანდის მსხვერპლმა ისტორიკოსებმა, მისმა გამტარებელმა ისტორიკოსებმა, ჯერ საბჭოთან და შემდეგ რუსმა ისტორიკოსებმა დასავლეთში საკმაოდ პოპულარულია თეზა, რომ ტანკები იყო სიამოვნებაში ჩამოშენილი, არ არის ეს ასე. საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში ხოლმე ყველაზე მრავალრიცხოვანი რაოდენობა ტანკების იქნებოდა ეს T-26-ები, T-28 ცოტა უარის ტანკი იყო, ხო, თქვათ, ვიდრე T-26-ან T-7. ხო, T-7 რეალურად არაფრით არ ჩამოვარდებოდა გერმანულ ტანკებს და T-7 საბჭოთა კავშირს ჰქონდა 6000. ხო, თუმცა პანცერ 4-მდე. პანცერ 4 ომის დაწყების მომენტში პანცერ 3 და პანცერ 4-ის ის მოდიფიკაციები მოხდა საბჭოთა ტანკებს უწევს წინააღმდეგობას, მათი რაოდენობა არის 10-ზე ნაკლები. 41 წლის ივნისამდე 10-ზე ნაკლებია პანცერ 3-სა და პანცერ 4-ის იმ მოდიფიკაციების რაოდენობა, რომელიც საბჭოთა ტანკებს შეესაბამებოდა ამ შემთხვევაში. უნდა აღნიშნოთ, რომ დანარჩენი ტანკები ჩვეულებრივ იყო ეგრეთ წოდებული მსუბუქი ტანკები, ინფრამანული კლასიფიკაციით 20 ტონაზე ნაკლები. და ამ დროს საბჭოთა კავშირს ჰქონდა უკვე 1400 T-34 და 700-მდე KV-1, ახლა ერთს პირდაპირ თავისი ნომერი უჩვენებდა, რამდენი ტონა ჰქონდა საბაზისო, 14 ტონა, ხოლო KV-1 საერთოდ 77 მმ-იანი ქვემეხი ჰქონდა ხორცდები და ჯავშანი. ძალიან სერიოზული ჯავშანი ჰქონდა KV-1 პრაქტიკულად ვერც ერთი გერმანული ტანკი ვერ აღწევდა. სანამ ტიგრი არ გამოჩნდა. ხო, სანამ ვებხვები არ გამოჩნდა, ვებხვები თუმცა გვიან გამოჩნდა. გვიან გამოჩნდა და რაოდენობა გაცილებთ ნაკლები იყო. ესეც გავითვალისწინოთ. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ საბჭოთა მხარე რაოდენობრივადაც აღემატება ტანკების თვალსაზრისით და ჯარისკაცების რაოდენობა ბევრად მეტი ყავს საბჭოთა კავშირს. ანუ წარმოგიდგენთ, დაახლოებით 12000 ტანკი იყო თავმოყრილი გერმანიის საზღვარზე. იმისაც რომ მაყურებელმა გაიგოს, რას ნიშნავს 12000, უნდა იცოდეს, რომ მთელ დანარჩენ მსოფლიოში 12000 ტანკი არ არის. საბჭოთა კავშირის გარეთ. და საბჭოთა კავშირის მეორე 12000 კიდე ყავს. ანუ 25000 ყავს. გერმანიას ყველა ტანკი ერთად ჰქონდა 5000 ნაკლები. ოფიციალურად ჰქონდათ 4700 რაღაცა ტანკი. და ამ ყველა ტანკში შედიოდა ყველაფერი აბსოლუტურად დაწყებული პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ტანკები და დამთავრებული, როგორც აღნიშნე, პანცერ 3 და პანცერ 4-ის ბოლო მოდიფიკაციებით, ოღონდ დაწყებულება იყო სულ 10-ზე. და რის იმედი ჰქონდათ? იუნკერს 87-დე ის? არა, სიამოვნებაში გერმანელებმა არც იცოდნენ საბჭოთა ტანკების შესახებ და სხვა შორის ნოემბრის შეხვედრისას საბჭოთა მხარე გაუგნებული დარჩა, როდესაც გაათვალიერა სამხედრო ქარხნები გერმანული, როდესაც ათვალიერებდნენ საავიაციო ქარხნებს, გერმანელებმა ყველგან მოატყეს საბჭოთა ინსტრუქტორები 3 დღის განმავლობაში, როდესაც ისინი ერთად ბერლინში იქ და როდესაც საავიაციო ქარხნები ნახეს, საბჭოთა მხარემ აღნიშნა სპეციფიკაციები რაღაცა და მოსკოვშიც გააგზავნა ინფორმაცია, რომ ашკარად უახლეს მოდელები გვაჩვენეს. ტანკებთან მიმართებაში საბჭოთა მხარე დაიბნა და მოსკოვში ეწამს ესენი ან რაღაცა გვატყურიდან, ან მათ ტანკები არაფრად არ გვარგაო. იმიტომ რომ საბჭოთა მხარემ იცოდა თავის ტანკების შესახებ. 1940 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უკვე T-34 და KV-1 სერიოზულ წარმოებაში ყავს ჩაშვებული. ხო და შესაბამისად
როდესაც მათ ნახეს ის პანცერსამები და პანცეროთხები, რომელსაც გერმანია უშობდა ემონაში, ისინი ვერ მოდიოდა ახლოს ამ საბჭოთა ტანკებთან და რაოდენობრივადაც არ გამოდიოდა დიდი და შესაბამისად აქედან გამომდინარე საბჭოთა მხარე ცოტა არ იყოს დაბნეული აღმოჩნდა ამით, რომ გვატყუებენ თუ არ გვატყუებენ ამაზე საუბარი. სემროში არ გაგულებდნენ. უბრალოდ საქმე სხვა რამეშია, როდესაც ჯარების განმოლაგება დაიწყო, საბჭოთა ჯარები განთავსებული იყო საკისებურად გერმანელების, საკისებურად რა გულს ხოლმე შვერილებში იყო განთავსებული ძირითადად დამტყმელი ძალები, ისევე როგორც გერმანელებს, მაგრამ შვერილები რასაკვირველია ერთმანეთს არ ემთხვევა ამ შემთხვევაში. და გერმანელების მხრიდან ეს ითვლება ძალიან სწორი სტრატეგიად, იმიტომ რომ ტაქტიკულად სწორია, შეტევას აპირებს ის ხალხი. და საბჭოებში თავდაცვას უაპირებს ჯარები შორილებში არ უნდა ყავდეს ძირითადი მასა განთავსებული, არამედ უკან ცოტა, ხო? და იქ თუ შენ თავდაცვაზე ხარ ორიენტირებული, შენ ჯარების ძირითადი მასას აყავზე არ ხავს. და საბრიდან უშუალებით გაკეთო მოწინააღმდეგება ალყის შემორტყმა ვერ მოახერხა. მაგრამ მთელი საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირში 15 მაისს დამტკიცებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც რეალურად საბჭოთა კავშირმა უნდა დაიწყოს შეტევა გერმანიაზე. ახლა ამ გეგმასთან დაკავშირებით ბევრი ის არსებობს წინააღმდეგობა ხოლმე, ყველაზე სასაცილო არის ხოლმე გაბრიელ გოროდეცკის ასეთი იმდროინდელი ისტორიკოსია, რომელიც გაიქირავეს რუსებმა და იმის გასავრცელებლად თითქოს საბჭოთა კავშირი არ აპირებდა გერმანიაზე თავდასხმას და მოკლედ გოროდეცკი მთელი წიგნი მიუძღვნა ამ თემას და მისი დასაბუთება არის უბრალოდ კომიკური ამ შემთხვევაში, რადგანაც ეყრდნობა ყველაფერი ერთ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ერთ-ერთი სამხედრო პირის მიერ გახსენებულ საუბარს ლაშენკოზეა საუბარი გენერალ ლაშენკოზე შემდგომ უნგრეთის რევოლუციის ჩახშობაში მიიღო მონაწილეობა. როგორც სტალინსთან მიმართებაში, ესე იგი სტალინს და ტიმოშენკოს საუბრისას, რომ მიდის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ასე ვთქვათ, თავასხმა, ტიმოშენკოს დიდი თავი აქვს, მაგრამ ტვინი აქვს პატარა, ეს რა სისულელეა და ასე შემდეგ. მოკლედ თლიანად ეს ეფუძნება ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მემუარულ მოგონებას, რომელსაც არაფერი არ აქვს კავშირში, სინამდვილეში რეალობასთან. სიამოვნებაში საბრძოლო მხარე ემზადება შეტევისთვის, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ თავდაცვითთვის ემზადებოდე და საზღვარზე ამოიღო ნაღმები, გაჭრმა თვალები. ანუ გერმანელები ამას ყველაფერს აკეთებდნენ. საბჭოთა მხარეც აკეთებს. ხო და რომელიც ნათელია ორივე მხარესთვის. ხო, რეალურად იმ მომენტისათვის ორივე მხარე და სადაზვერვო უკრაინებს ახორციელებს, ორივე მხარე თავს უყრიჟარებს, მაგრამ პრეტენზიას გერმანელები ვერ წარუყენებენ საბჭოთა მხარეს და ვერ საბჭოთა მხარე გერმანელებს რომ რატო უკვე თავის ჯარს, იმიტომ რომ თვითონ როდესაც იგივეს აკეთებ პრეტენზია არ გამოგივა. და ამ დროს ერთმანეთის ალბომებზე დადუღდნენ და ეს რაიცი ხო და იმ ალბომიდან 4 დღეში სტალინმა წარმოთქვა სიტყვა ოფიცრების გამოსაშვებ საღამოზე და 5 მაისს. ხო, 5 მაისს 51 წლის 5 მაისს ამ სიტყვებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია სამი სხვა სიტყვა წარმოთქმული, მაგრამ ის ფრაგმენტები, რომელთა აღდგენაც მოხერხდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბჭოთა არქივები იმდენად გასაიდუმლოებულია, მათი რაღაც ნაწილი იქ არავის არ ეშვება. ფრაგმენტები, რომელთა აღდგენაც მოხერხდა, ცხადყოფს, რომ სტალინი ოფიცრებს ამზადებს ომისთვის, ოღონდ არა თავდაცვითი ომისთვის. არამედ შეტევისთვის და ეს საბჭოთა გეგმებშიც, რომელიც იქ არის იმ დროს არის მიღებული, ძალიან კარგად ჩანს. 90-იან წლებში გამოქვეყნებული იქნა საბჭოთა გეგმები და მაშინ გამომქვეყნებლებმა თავდაპირველად თითქმის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს გეგმების, საიდანაც ნათელი ხდებოდა, რომ საბჭოთა კავშირი თავს უყრებს ჯარებს ყველგან. შემდგომ ეთყობა კონიუნქტურა შეიცვალა და შეშინდნენ თვითონაც და ხელახლა გამოსცეს ეს გეგმები და ამოიღეს ნაწილი იქიდან, რომელიც პირდაპირ შეტევით ოპერაციებს გულისხმობდა, მაგრამ შემდგომ მესამეჯერ გამოსცეს ეს გეგმები კიდევ ერთხელ
და აქ უკვე პრაქტიკულად ყველაფერი ამოიღეს, რაც კი შეტევას ეხებოდა შედეგად გეგმების 25% დარჩა სიამოვნებაში, რაც იყო ნაჩვენები, მაგრამ აქაც კი გაეპარათ, სათაური გაეპარათ, რომელიც მობილიზაციის პერიოდს აღნიშნავდა. პლუს გაეპარათ ფრაზა, რომელიც იყო 6-ში. ბრძანების გარეშე არ გადალახოთ სახელმწიფო საზღვარი. მაგრამ სამზადისში ხო, ანუ საბრძოლო მოქმედებები მოიწყება და შესაძლებლობა თუ გაგაკეთო შემთხვევით მტერმა შემოგიდია და კონჩეტების შესაძლებლობა ბრძანებას ელოდები საზღვარი გადალახოს არ არასაკროა, მაგრამ საინტერესო მე-6-ში რატო არ არის? მე-6 ლენინგრადის ოლქია და ფინეთის წინააღმდეგ 22 იუნის როდესაც დაიწყება გერმანიის შედეგი საბჭოთა კავშირზე. როგორ ფიქრობთ, საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ომი ვინ გაატარა? საბჭოთა კავშირი. საბჭოთა მხარემ დაბომბა ჰელსინკი და სცადა წინსვლა ამ მმართველობას. და შესაბამისად 25 იუნის საომარი მოქმედებები ოფიციალურად განახლდა, იმიტომ რომ საბჭოთა მხარემ ფაქტობრივად ომი დაიწყო. როცა საბჭოთა პროპაგანდა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვეცხადებდა, რომ ფინელმა ნაციონალისტებმა გერმანელების მხარდაჭერით განახლეს ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. აბსოლუტურად არ შეესაბამება ისტორიულ რეალობას და სხვა შორის უნდა ითქვას, რომ ამისგან თავის დაცვა რუს პროპაგანდისტებსაც კი უჭირთ იმდენად ცალსახა ჰელსინკის დაბომბვა. და რო ჰელსინკის დაბომბვას მოყვა შემდეგ უკვე ფინელების მხრიდან შემოტევები. პლუს ამას ეგრეთ წოდებული გაგრძელების ომში. ამას ემთხვევა ისიც, რომ ფინელებმა არ წამოიწიეს სახელმწიფო საზღვრის 29 წლის საზღვრის აქეთ პრაქტიკულად, თორემ ფინელებს რომ ბოლომდე წაეწიათ ლენინგრადის მიმართულებით, ლენინგრადი ნამდვილად ვერ დაუდგინდა, თუკადაც აიქმნებოდა რეალურად დაეცემოდა ძალიან სწრაფად. და ახლა კითხვა დაისმის საბჭოთა კავშირის თუ უპირატესობა ჰქონდა და ყველაფერი ასე შემდეგ, როგორ მოხდა, რომ გერმანელებმა ასეთ წარმატებას მიაღწიეს პირველ წლებში და იქამდე ერთ შეკითხვას დაგისვამთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც აღნიშნეთ. საბჭოთა კავშირი რეალურად უკვე 22 ივნისამდე გრძნობდა თუ არა იმას, რომ გერმანია ინიციატივას ხელს შეიღებდა და უახლოეს დღეებში დაიწყებდა შეტევას. ინფორმაცია და შესაძლოა. ინფორმაცია ამის შესახებ არსებობდა, მაგრამ სტალინს ამის მეიდანიც არ სჯეროდა, როგორც ჩანს, რადგანაც ყურადღებას აქცევდა სხვა გარემოებებს. მას ვერ წარმოედგინა, რომ გერმანელები სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დამარცხებას 3 თვეში შეძლებდნენ. და რადგანაც ხედავდა, რომ გერმანელები არც სამთრის დასაცმლით ჯარის მომარაგებაზე ფიქრობდნენ და არც სპეციალური ყინვაგამძლე ზეთების გამოყენებას თავიანთი სამხედრო ტექნიკისათვის, თვლიდა, რომ შეიძლება ეს ასე არ არის. მეორე, ის დარწმუნებული იყო, რომ დასქმოდა თავს. გერმანია საბჭოთა მხარეს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, პირველი გაზმე იცემა ფაქტობრივად ბრძანება თითქმის ყველგან, ესე იგი მცდელობა არის კონჩეტების დაწყების, ანუ გეგმის მოყვანის სისხლში, რომელიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც უზარმაზარი პაკეტები გაქვს ყველა საჯარისო ნაწილში, შტაბში ინახებოდა უზარმაზარი პაკეტები, რომლებიც უნდა გაესწრათ საჭიროების შემთხვევაში. 3 პაკეტი იყო. ხო და ამ 3 პაკეტიდან 2-ის განადგურება მოვიდა ომის დაწყების დღეს და მესამე გახსენდება. მესამეში იყო მოსეთოიძის ნახატი დედასამშობლო გედახს. მეტი კი არაფერი არ იყო შიგ. და დარჩა პაკეტში რაც იყო, სადაც არ განადგურდა იქიდან იყო რუკები. და რუკები იყო პოლონეთის და რუმინეთის და გერმანიის და არა საბჭოთა ტერიტორიის. რაც მიუთითებს იმას, რომ შესაძლოა რასაკურველია საუბარი უბრალოდ მოწინააღმდეგე. ჯერთი დაასწრო და თან იმ მომენტში დაასწრო, როდესაც საბჭოთა მხარეს ჯერ არ ჰქონდა სრულად ეს დისლოცირებული თავისი სამხედრო შენაერთების საზღვარზე, პლუს ამას გადასვლა ჯერ კიდევ გრძელდებოდა სამხედრო ტექნიკის ნაწილი იქვე ადგილზე უნდა მომხდარიყო მათი ასე ვთქვათ აწყობა, მაგალითად ძრავი უნდა ჩაერეთ ტანკებში, ზოგან როგორ ასწრებდნენ, ესე იგი, თუმცა ამას იმდან პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში ამდენაც ფსიქოლოგიურ მომენტს გერმანელებს დარტყმა
პანიკა საშინელი რომელიც საბჭოთა ჯარში აღდგა, იმიტომ რომ სხვა უმცირებლობები და სხვა ომი დაიწყო. პლუს ამას ინფორმაცია რომ გერმანელებმა გაარღვიეს თავდაცვის ხაზები და სადაც 100 კილომეტრი ზურგში არიან და რომლებიც მართლაც დასტურდება მე რამდენიმე დღეში და აქედან გამომდინარე ეს დათმა საბჭოთა კავშირმა ძირითადად ფსიქოლოგიურად ცუდი მომზადებით არც თუ კვალიფიციური ჯარისკაცებით და სამხედრო პერსონალით ამის შედეგი იყო სრული კრახი რომელიც დასრულდა იმით რომ პირველ 6 თვეში მხოლოდ ყველ ჩავარდას ანუ გერმანიამ ოფიციალურად დაიყვანეს 3.900.000 საბჭოთა ჯარისკაცი და პლუს ამას როგორც ჩანს მილიონზე მეტი გაუშვეს სახლებში რომლებიც მობილიზებული იყვნენ დასავლეთ უკრაინიდან, დასავლეთ ბელორუსიდან. პოლონეთისგან წამოღებული ტერიტორიებით იმ პერიოდში. რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ 82 წელს ამ ტერიტორიებიდან 970.000 კაცი ხელახლა იქან გაწვეული საბჭოთა ჯარში. ანუ სრული კატასტროფა პირველი ეშელონი 5 მილიონი კაცი პრაქტიკულად მთლიანი იქნა ანტიპედაგოგონელი ან განათლებული. ბატონ თემურ, თქვენ ახსენებთ ის მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც ჰქონდა საბჭოთა კავშირის საბრძოლო ტექნიკაში, ხო? და აქეთ საკმაოდ ჩამორჩენა, ხო, ტანკებში, მაშინ იმ დროისთვის ჯავშან ტრანსპორტირებები და საბრძოლო მანქანები არ იყო იმ დონის, რომელიც სამანევრო საშუალებებს საბრძოლო მოქმედებათა ბოლოზე მისცემდა, ამიტომ იყო თავი დათვით ტანკებზე, ხო? და აქედან გამომდინარე რა იყო ის მიზეზი, რის გამოც ჯავშან ტექნიკაში ესეთი უპირატესობის მიუხედავად ბლიცკრიგით ესეთ ცირმეში მოახერხეს შერუხება გერმანელებმა და იყო თუ არა ეს უშუალოდ ავიაციის დამსახურება. ხო, რაც შეეხება ავიაციას, ავიაციაში თითქმის თანაბარი ორივე მხარე ოდნავ უკეთესი იყო გერმანული გამანადგურებლები საბჭოთაზე, მაგრამ არა იმდენად რომ ამას ტექნოლოგიური თვალსაზრისით დიდი უპირატესობა მიეცა, არც რაოდენობრივად იყო დიდი სხვაობა ამ კუთხით, მაგრამ სხვაობა იყო პილოტებში, ძალიან დიდი სხვაობა იყო პილოტებში, გერმანელი პილოტები ძალიან დოღასები. ხო, ბევრად აღემატებოდნენ საბჭოთა პილოტებს. საბჭოთა კავშირის ოფიციალურად 30,000 თქმევა და მაგრამ ეს იყო ბომბდამშენების ხარჯზე და ბომბდამშენი ახლა ამ შემთხვევაში როდესაც მოწინააღმდეგის გამანადგურებელი ბატონობს ცაში ბომბდამშენი აფერს ვერ გააკეთებდა იმ დროს ნელად მავალი იყო და გერმანელი ასები როდესაც ანადგურებდნენ ბომბდამშენებს ამას არც გამარჯვებაში ითვლიდნენ იმიტომ რომ ბომბდამშენის ჩამოგდება არ ფლობდა რაიმე ნელა მავალი ბომბდამშენი დაბალ სიმაღლეზე იმას შანსი არ ქონდა გამანადგურებოდა ფსიქოლოგიურმა უპირატესობამ, როგორც აღნიშნე, პირველი დარტყმის უპირატესობამ, პლუს პროფესიონალიზმმა და საბჭოთა ჯარებში ატარებმა პანიკა, რომელიც გადაედო მოსახლეობასაც და გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ტერიტორიები, რომელსაც ამ მომენტში იკავებს გერმანია. ეს ტერიტორიები სულ ორ წელიწადს არა, რაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემოდის და შესაბამისად აქ მოსახლეობა საბჭოთა კავშირისადმი კეთილგანწყობილი არ არის. ესეც ემატება ამას ყველაფერს. ხოდით აღნიშნოთ ეს ტერიტორიები ბრესტის მიმართულებაზე ან ბელორუსის მიმართულებაზე. ბელორუსის მიმართულებაზე თუ თქვათ უკრაინის მიმართულებაზე. არა აქვს მნიშვნელობა სიამოვნებაში მოსახლეობის კეთილგანწყობით აღნაირად არ გამოირჩევა. მოსახლეობა საბჭოთა ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილში. განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიები საერთოდ პირდაპირ ლვოვში ივნისშივე გამოცხადდა უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენა, რამაც სხვა შორის გერმანელები უფრო მეტად გააცოვა ვიდრე საბჭოთა მხარე. რა იყო ის ყველაზე ახლო, ესე ვთქვათ, დისტანცია, უბრალოდ ის სიღრმითი დისტანცია, სადაც გერმანელები პირველივე პერიოდში მივახოლდნენ და რა იყო სტალინის რეაქცია და ელოდა თუ არა ის გერმანელებისგან პირველივე თვეებში ესეთ ვთქვათ სიღრმით წარმატების ოპერაცია. არა, ეს არ ელოდა აშკარად, სხვა შორის ამ მომენტში არსებობს რაღაცა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავის გაფორმების მცდელობებიც იყო, რომ სტალინმა ჩათვალა საჭირო რომ
რა კი ასეთი კატასტროფა მოხდა რეალურად ბულგარეთის გავლენით ცდილობდა თითქოს ამ საზავო მოლაპარაკებების წარმოებას, მაგრამ გერმანელები ამ მომენტისათვის იმდენად წინ წასული იყვნენ, 6 კვირის თავზე გერმანია იგაცილებით წინ იყო თავისი გეგმით, ვიდრე წარმოედგინათ და შესაბამისად არაფერი ამ მიმართულებით არ მომხდარა, მაგრამ აქ შემდეგ რაც იწყება, არის ის ერთი ჰიტლერის შეცდომა, როდესაც მან გადაწყვეტა, რომ კიევის აღება დაეჩქარებინა და დაეჭირა გამოვიდა. ძალიან დიდი რაოდენობა ტყვეების მართლაც ახლა 625,000 კაცი ჩავარდა თქვათ კიევის ოპერაციის შედეგად საბჭოთა ქარის ეს დიდი წარმატება იყო, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ეს ჯარები ისედაც პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო ძირითად ნაწილს და ის სატანკო დივიზიები მოსკოვის ნაცვლად კიევისკენ რო გადმოისროლა, ამან გააჩერა მოსკოვისკენ მიმავალი შეტევა და დააგვიანა მოსკოვის შეზამთრა და იმის ხარჯზე არა და ზამთარი არ დამდგარა თავდაპირველად ოქტომბერში შეძლეს გერმანიას მოსკოვის ადება, ვერ გაბედეს შეტევა, ვერ წარმოგიდგენს, რომ ქალაქს ფაქტობრივად არავინ არ ეცქულდა. ახლა ამის გამო ჩვენ როდესაც ვიდეოს დავდებთ, ესე ვთქვათ, დაგვუძრახავენ, რომ თითქოს ვაუხსნებთ იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც შეეწევნენ ამ ომს, თუმცა რეალურად ჩვენ საუბრობთ ფაქტებზე და რეალურად ჩვენ საუბრობთ იმ დოკუმენტებიდან ამოღებულ ინფორმაციაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ გასაჯაროვდა. თქვენი აზრით, მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ისინი მოსკოვის მმართველობით ესე ვთქვათ შეფეთქდნენ, დაიპოვეს შეფეთქებით. შეფეთქება ალბათ უფრო წინააღმდეგობას გულისხმობს, ხო, სამოქმედო სკოლაში. ეს ინფორმაცია იმის შესახებ მოსკოვში იყო საშინელი პანიკა ოქტომბრის შუა რიცხვებში. გაჟღერებული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და არც არავინ უარყოფდა ამას ფაქტობრივად, ეს კარგად აქ ალექსანდრე ვერტის აღწერილი და ის სტალინი როგორ, ესე იგი, ევაკუაცია რო დაიწყო მთავრობის და სტალინი რო დარჩა, ამას საბჭოთა პროპაგანდა ყოველთვის ხალხს უსვამდა, რომ სტალინი დარჩა და ნებისმიერ ხუჭებში მანქანით დადიოდა და ამან პანიკაში აჩერდა. ანუ თალხი რო ხედავდა, რომ სტალინი აქ არის, ესე იგი მორჩა, ანუ მოსკოვის საფრთხე არ ემუქრება. ამან სტალინი თუ, ხო? ხო. ზელენსკისთან თუ ახლა ამის გამოც ბევრი საშინაო კომენტარებს დაგვიწერს, მაგრამ არა, მე ნამდვილად არ გავაიგე ერთმანეთში ზელენსკის და სტალინის ამ შემთხვევაში. ზელენსკი გაცილებით უფრო მაღალი მორალური ღირებულებების მქონე პიროვნება და გაცილებით უფრო მისაღები პოლიტიკური ლიდერი ვიდრე სტალინი, რომელსაც ჯერ საკუთარი მოსახლეობა გაწყვეტა ძალიან დიდი რაოდენობა და შემდგომ ომის განმავლობაში კიდევ არ ერედებოდა არანაირ სხვერპლს, ოღონდ კი მიაღწია მიზანი და ხშირად ისეთი მიზნის მისაღწევად იფოცებოდა 1000-ობით, 10000-ობით და 100000-ობით საბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც ისედაც მოხდებოდა რამდენიმე დღეში. უბრალოდ სტალინის პოლიტიკა. მე წამიკითხავს რამდენიმე ესეთი, დოკუმენტიც სხვადასხვა სახელმწიფოებში ამომიკითხავს ეს ინფორმაცია მას დაკავშირებით, რომ საბჭოთა დაძველო მას შემდეგ რაც მიიღო ინფორმაცია, რომ იაპონიასთან კონფლიქტის საფრთხე აღარ არისო, მოახერხაო და მოუსწრო მოსკოვის დასაცავად 3 მილიონიან რაოდენობრივად 3 მილიონი შემოგვიყვებით იმ გიმიგლიებს, რომელიც ჩამოვიდა მოსკოვში და შეაჩერა გერმანელების მხრიდან ქალაქის აღების საფრთხე. ეს ამდენად რეალური. კი, სხვა შორის ეს სწორია, ნოემბერში იწყება მათი გადმოსვლა. და როგორც ჩანს, სტალინის მთელი სპეცოპერაციები ჩატარებული მასთან დაკავშირებით, რომ იაპონიას ებიძგა იაპონელებისთვის ამერიკის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედების დასწრებად და არა საბჭოთა კავშირის. თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ ნავთობზე შემოღებულმა ემბარგომ, რომელიც შემოიღო პრეზიდენტმა რუზველტმა იაპონიის წინააღმდეგ 1950 წლის ზაფხულში, იაპონიას პრაქტიკულად არ დაუტოვა სხვა შანსი გარდა იმისა, რომ შეეტია სწორედ ამერიკელებისთვის. თუ მანამდე შესაძლებელი იყო არჩევანი გაკეთებულიყო, საერთოდ მოხდარიყო შეტევა 51 წლის ზაფხულში ნავთობის ემბარგოს დაწესების შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო, რადგანაც გავითვალისწინოთ ერთი რამ. 1951 წელს საბჭოთა კავშირის
ნავთობ ჭარბობილების ინდექსში უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს იქ ნავთობის მოპოვება და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ იაპონია თავად დაესხმებოდა საბჭოთა კავშირს არ არსებობს იმიტომ რომ ეს ჭარბობილები არ იყო ფუნქციონირებადი თუ უბრალოდ მეტეო პირობების ფონზე ჯერ არ არსებობს ფიზიკურად არ არსებობს იქ მოძებულიც კი არა ნავთობი იქ სადაც ნავთობმრეწველობა ლოგიკურად იქ ინდონეზია და ფილიპინები და ერთადერთი ადგილი სადაც მას შეეძლო იაპონიას ამ შემთხვევაში ნავთობის მოპოვება ეს იყო ჰოლანდიის ინდოეთი ანუ დღევანდელი ინდონეზია და სწორედ ინდონეზიისთვის უნდა დაერთა ამისთვის უნდა ესე იგი ინდონეზია უნდა დაეკავებინა და ამისთვის უნდა მოეცლებინა ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტი და ამერიკული ჯარები ფილიპინებზე ასე რომ უნდა ფილიპინების ოკუპაციას უნდა მოხდარიყო. შესაბამისად, იაპონელების ოპერაცია ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ლოგიკურია იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც მათ ჰქონდათ დასავლეთ, იმიტომ რომ ნავთობის მომარაგების თვალსაზრისით თქვა, პრობლემა ნავთობი იყო მათთვის მთავარი გასაჭირო. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ სტალინის ჩანაფიქრი ამ შემთხვევაში შეიძლება სტალინის მცდელობებმა დააჩქარა გაწყვეტილების მიღება იაპონელების მხრიდან, მაგრამ სავარაუდოდ რომც არ ყოფილიყო მისი ჩარევა, მაინც მოხდებოდა. სამაგერო სტალინი ვისაც მიხვდა რომ ყველა ვარიანტში იქით იქნება შეტევა, მან მოხსნა ის დივიზიები შორეული აღმოსავლეთიდან და გადმოისროლა მოსკოვისკენ და დაახლოებით 30 დივიზია იქნა გადმოსული ამ შემთხვევაში, რომელმაც უზრუნველყო იყო კიდევაც მოსკოვის დაცვა ნოემბრის თვეში. კი ბატონო. ანუ ეცაც უკვე გერმანელების შეტევა ნამდვილად დაიწყო მოსკოვზე. ბატონო, გადავედით ესეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდისტები დღეს რუსეთის იმპერიაც, მათი მეფობები ესე ვთქვათ, უარყოფენ და რა თქმა უნდა, ყველგან ხვდებით იმას, რომ საბჭოთა კავშირის როლი ამ ომის, ამ გერმანიის დამარცხებაში იყო უდიდესი, რაზეც მიუთითებს ის ადამიანური დანაკარგები, ის მსხვერპლი, რომელიც ასევე საქართველომაც მნიშვნელოვნად გაიღო და ძალიან დიდი ნაწილი ქართული საზოგადოებისა დაიღუპა და შეეწირა ნაცისტური გერმანიის დამარცხებას, მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ, აგური დაიდო ჩვენ მხრიდანაც, თუმცა ხდება აშკარა ნიველირება იმ ფაქტისა, რომ თითქოს ლენდ-ლიზის გარეშეც საბჭოთა კავშირს შესწევდა, ანუ ლენდ-ლიზის პროგრამის გარეშე შესწევდა უნარი იმისათვის, რომ გერმანია დაემარცხებინა და საქმე მieყვანა ბოლომდე. როდესაც ამ ფაქტებს ალყაზე ვდებდი, რამდენიმე დღის წინ არაერთი კომენტარი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკელებმა მიაწყვეტეს იმ რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა, რომელიც იწარმოა საბჭოთა კავშირში მხოლოდ 7%-იან, ესე ვთქვათ, რაოდენობაში. თუმცა აშკარად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ამერიკა აწყვეტა საბჭოთა კავშირს იმ უმნიშვნელოვანეს მანქანადანადგარებს, ჩარხებს და ესე ვთქვათ, სამხედრო საწარმოებისთვის მნიშვნელოვან ატრიბუტიკას, რომელიც აძლევდა საბჭოთა კავშირს იმის საშუალებას, რომ უკვე თვითონაც განეხორციელებინა ადგილობრივ დონეზე წარმოება საბრძოლო ტექნიკის სხვადასხვა სპექტრის, იქნება ეს ჯავშან ტექნიკა თუ საავიაციო ტექნიკა და იმისათვის, რათა მათ აი ამ ერთობლივ კომპლექტში ლენდ-ლიზიდან მოსულ გზა სამხედრო დახმარებასთან ერთად საკუთარი ადგილზე წარმოებული საშუალებებით წინააღმდეგობები გაეწიათ ჰიტლერისთვის და შემდეგ ეს დამარცხებაში ასახულა. ჩემი კითხვა არის ესეთი, თქვენ როგორ აფასებთ ლენდ-ლიზის როლს და რომ არა ლენდ-ლიზი გადაურჩებოდა თუ არა საბჭოთა კავშირი გერმანიასთან დამარცხებას. ხო, ვერ გადაურჩებოდა. და ეს დავამატებ ბოდიში აშკარად აღნიშნავენ კიდევ ბოლო პერიოდში, რომ ეს ლენდ-ლიზის პროგრამა თითქოს მხოლოდ მაშინ ამოქმედდა, როდესაც მეორე ფონდი იხსნებოდა ან მთავარი ბატალიები გადასული იყო, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ 1941 წლის ოქტომბერში შედგა პირველი ვიწოდება არხანგელსკში ამერიკის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით ესე ფართო სტატუსი მიიღებდა. ხო, დავიწყებ პირდაპირ დასავლეთ როგორი გადარჩებოდა და ახლა რატომ ჯერში ლენდ-ლიზი მარტო ამერიკული არ იყო ბრიტანული, რომელიც დაიწყო უკრაინაში. ფორმალურად საბჭოთა კავშირი ლენდ-ლიზის კონფედერაციაში ლენდმა შეიყვანა 1941 წლის 7 ნოემბერს.
თუმცა მანამდე გარკვეული რაღაც მიწოდებები ოქტომბრის თვეში იყო. ახლა რაც შეეხება რას ნიშნავს ლენდ-ლიზი თვითონ. ლენდ-ლიზი იყო აბსოლუტურად უმხასოდ მიწოდება სამხედრო შეიარაღების და არა მარტო სამხედრო შეიარაღების საბჭოთა კავშირისთვის. იმის თაობაზე თუ რა სჭირდებოდა საბჭოთა კავშირს, ეს მოქონები წინასწარ იქნა განხილული მოსკოვში შეხვედრისას, როდესაც სპეციალური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის ჰარი ჰოპკინსი იქნა გაგზავნილი მოსკოვში და ჰოპკინსმა აწარმოა ახლა მოლაპარაკებები საბჭოთა მხარესთან და აქ იყო ასე ვთქვათ ამ მოთხოვნებში საბჭოთა კავშირის და მზა შეიარაღების გარდა საბჭოთა კავშირმა მოითხოვა დიდი რაოდენობით ფოლადი და მოითხოვა გარდა ამისა კიდევ დიდი რაოდენობით სხვა ნედლეული, რომლითაც თვითონ შეძლებდა გარკვეული სამხედრო შეიარაღების წარმოებას. აქ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით იყო, მაგალითად საბჭოთა კავშირის მიერ რომ ამერიკულ ტანკებში შეიძლება ჯობდეს ფოლადის მიღება, რადგან ჩვენი ტანკები უკეთესია, ასევე ჯობია უმჯობესია ვთქვათ ალუმინის მიღება ავიაციოს, იმიტომ რომ ჩვენი თვითმფრინავებიც უკეთესია ვიდრე ამერიკული. 1941 წელს ეს დაახლოებით შეესაბამება სინამდვილეს. თუმცა გავითვალისწინოთ ერთი რამ, ჰოპკინსი იყო ივნისის ბოლოს საბჭოთა კავშირში და შემოდგომისთვის უკვე ვითარება მკვეთრად გაუარესებული იყო, ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი იყო დაკარგული და საბჭოთა მხარეს უწევდა უკვე ესე იგი უკეთეს შემთხვევაში ის თუ მოასწრებდა ევაკუირება თავისი ფაბრიკა ქარხნების ციმბირში გადატანა. რასაც ვეღარ ევროპული ნაწილიდან გადატანა აღმოსავლურ ნაწილში, სადაც შედარებით დაცული იქნებოდა. ახლა ქარხნის გადატანა არ არის ერთი დღის პროცესი და არც ერთი თვის პროცესი. დაახლოებით 1 წელი დაშვება ქარხნების ამუშავებას, ყველაფერს დავიდავანებოთ ეს ჩარხები, სადაც გადადიოდა იქ ხშირად შენობაც კი არ იყო და შენობაც კი ასაგები იყო ქარხნის და ეს ყველაფერი ძალიან ართულებდა ამ ვითარებას. 1942 წლის პირველ ნახევარში აგვისტოში ჩათვლით საბჭოთა წარმოება არის ბევრად ნაკლები. რამდენი არის სინამდვილეში ამის თქმაც გვიჭირს, პირდაპირ ვიტყვით, მაგრამ შესაკავებლად არ იყო საკითხი. იმიტომ რომ საბჭოთა სტატისტიკური მონაცემები არ არის ზუსტი, ახალ გამოშვებულ ტექნიკას იმისათვის რომ მეტი რაოდენობა ჩაეწერათ, ამატებდნენ შეკეთებულ ტექნიკას და შეკეთებული ტექნიკა ჩვეულებრივ მეტი იყო იმ პერიოდში, ვიდრე ახალ გამოშვებული და შესაბამისად აქედან გამომდინარე, თქვათ, შევხვდებით მონაცემს, რომ საბჭოთა კავშირი უშვებდა თქვათ 8 ტანკს 42 წლის პირველ თვეებში, ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიამოვნებაში არ უშვებდა ამდენს და უფრო მეტი ტანკი და იყო თვეები, როდესაც დაახლოებით 80% ლენდ-ლიზით შემოდიოდა და არა მარტო ამერიკული, არამედ ბრიტანული, ამას ხაზს უსვამ, ბრიტანელებსაც ასეულობით ტანკი აქვს საბჭოთა კავშირისთვის მიწოდებული და ათეულობით თვითმფრინავი ომის პირველ თვეებში, როდესაც ბრიტანეთს თავისი პრობლემები ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ბრიტანეთის თავისი პრობლემები აქვს, თვითმფრინავი ყველაზე მეტად თვითონ სჭირდება და მაინც ათეულობით თვითმფრინავს უბრძანის საბჭოთა კავშირს, ირანის გავლით სხვათა შორის. და ამ კასპიის ზღვიდან შემოდიოდა? კი, ირანის გავლით, ანუ აფრიკიდან, შემდგომ ესე იგი ახლო აღმოსავლეთის და მერე ირანის გავლით შემოდიოდა საბჭოთა კავშირში და ეს საშუალებას იძლეოდა რომ საბჭოთა კავშირს გაეგრძელებინა თავისი სამხედრო მოქმედებები, მაგრამ ის რაც 42 წელს ხდება, ეს ლენდ-ლიზი უნდა გავხსნათ, ლენდ-ლიზი დაიწყო 41-ში, გაგრძელდა 45 წლის ჩათვლით, მაგრამ სხვადასხვა პერიოდში საბჭოთა კავშირი იღებდა სხვადასხვა სახელმწიფოს. პირველ პერიოდი მზა საქონლის რაოდენობა არის გაცილებით მეტი, ვიდრე შემდგომ. 41 და 42 წლები ძირითადად ტანკები და თვითმფრინავები მიეწოდება საბჭოთში. 53-ში საბჭოთა კავშირის მიეწოდება ძირითადად სტუდენტებები,
სუბუქია, ასე ვთქვათ, საკვირთო საშუალებები, რომლებმაც საშუალება მისცა პირველად ისტორიაში საბჭოთა კავშირის შექმნა მოტომსროლელი ბრიგადები. და შესაბამისად საბჭოთა კავშირი საერთოდ არ გააჩნდა პრაქტიკულად ასეთი პარტი და 400-1000-დან 53 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღო დაახლოებით 390,000 აი ეს სუბუქი სატვირთო მანქანები, რომლებმაც საშუალება მისცა საბჭოთა კავშირს, რომ შეტევითი ოპერაციები დაეწყო კურსკის ბრძოლიდან მოყოლებული, ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს. ანუ ამან დააჩქარა უკვე გამარჯვება. თუ პირველ პერიოდში მოწოდებულმა ლენდ-ლიზმა საბჭოთა კავშირი მარცხს გადაარჩინა და 1942 წლის შემოდგომას უბრალოდ ვერ მიაღწევდა საბჭოთა კავშირს. სტალინგრადი ასე ვთქვათ ვერ გაუძლებდა. სტალინგრადი ვერ გაუძლებდა და სტალინგრადის დაცემა საბჭოთა კავშირის მარცხს ნიშნავდა რეალურად, იმიტომ რომ შემდგომ იკარგებოდა უკვე კავკასიას, საბჭოთა კავშირი კარგავდა ხორბალსაც, კარგავდა ნავთობსაც და იქ მთავრდებოდა ყველაფერი რეალურად მე უკვე ომით უნდა გეწარმოებინა. შეუძლებელი იქნებოდა პრაქტიკულად ომის წარმოება, ბენზინი როდესაც არ გიქნებოდა, ტანკი შეიძლება ყავდეს, მაგრამ დიზელი არ გაქვს, ხო? და მორჩა დამთავრებულია ყველაფერი. ის რაც დაემართა გერმანიას ბოლოსკენ უკვე როდესაც შეიძლება შეიარაღება ქონდა, მაგრამ ბენზინი არ ქონდათ. და სინთეთიკურ საწვავით არ ყოფნიდათ, რაც თვითონ გააყარეს. ანუ ეს იქნებოდა აუცილებლად 1942 წელს რომარა ლენდ-ლიზი. რომარა ლენდ-ლიზი საბჭოთა კავშირი ვერ დააჩქარებდა ომის მოგებას 53 წელს შეტევითი ოპერაციების წარმოებას იმდენად წარმატებულად, რამდენადაც აწარმოა. შეიძლება შეტევაზე გადასულიყვნენ, მაგრამ ის წარმატება ისეთი არ იქნებოდა, ტემპი არ იქნებოდა ისეთი, მაგრამ და პლუს ამას დავამატოთ, რომ ლენდ-ლიზში შედიოდა საკვები პროდუქტებიც. ასაცმელი თქვათ იმდენად დიდი პრობლემა არ იყო საბჭოთა კავშირში თქვათ მოსახლეობის თვალსაზრისი, მაგრამ აი საკვები პროდუქტები იყო ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ საკვები პროდუქტები აკლდა მთელ საბჭოთა კავშირს. და ის ლენდ-ლიზი განაპირობებდა იმას, რომ ჯარში მაინც არ იყო შემშილი. ზაფრული პროდუქტები მოგვიდით. საბჭოთა კავშირმა აქ გაიგო, ასე ამ პერიოდში გაიგო, რომ არსებობდა თურმე ძის ფხვნილი, კვერცხის ფხვნილი და შესაბამისად ზუსტად ამ პერიოდში პრინციპში ძის ფხვნილი ახალი გამოგონება იყო, ასე რომ არც არის გასაკვირი, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ეს იყო ხსნა ხატობრივად ჯარს საკვები არ აკლდა და ძირითადად ესე იგი მომარაგება დიდი ნაწილს ხდებოდა სწორედ ამერიკის მიერ გამოგზავნილი პროდუქტები. და სხვა შორის მე შემდგომ ესე იგი ლენდ-ლიზში საინტერესო რა არის ლენდ-ლიზში ანაზღაურებას ფაქტობრივად არ ექვემდებარებოდა სამხედრო პროდუქცია, იმიტომ რომ პირობები იყო ის, რომ შენ უნდა გამოგეყენებინა ომის დროს სამხედრო პროდუქცია და ომის შემდგომ ის უნდა დაგემგონებინა. აზრი დაბრუნებას არ ქონდა, ხო? ბუნებრივია 4 წელი ვიომებს რომ ტანკი ის ერთი 4 წელი ვერცერთი ტანკი ვერ იომებს. დღესაც ვერ იომებს, არა თუ ნუ დღეს რამდენიმე დღე თუ იომა, იგივე იყო ახლა რესურსი იყო მაქსიმუმი 100-დან 200 საათამდე ჩვეული ტანკების ასე რომ მერე ძრავი იყო გამოსაცვლელი და ძრავი გარეშე ის ტანკი დადგებოდა უბრალოდ. დღესაც იგივე სიტუაცია იყო, ტანკი რეალურად ძრავზეა დამოკიდებული. და მაგრამ იყო დანარჩენი პროდუქცია, რომელიც ექვემდებარებოდა დაბრუნებას ამ შემთხვევაში, თქვათ იგივე ხორბალი, ფოლადი და ასე შემდეგ. აი ამის დაბრუნება შემდგომ საბჭოთა კავშირს მოუწია ამის საფასურის გადახდა და ამაზე წუწუნი იყო 60-იან წლებში, როდესაც ეს თანხა გადასახდებოდა. და ამას ისე წარმოაჩენდა საბჭოთა პროპაგანდა დღემდე ისე ამბობენ რუსი იმპერიალისტები, რომ თითქოს ეს იყო სესხად გაცემული მთლიანი დახმარების ესთელი წყება და თითქოს საბჭოთა კავშირმა უბრალოდ ისესხა და შემდგომ ეს დაუბრუნა ამერიკას. საბჭოთა კავშირმა დაუბრუნა ძალიან მცირე ნაწილი სიამოვნებაში ამ პროდუქციის, მეათედიც კი არ დაუბრუნებია ფინანსური კუთხით თუ მოვიგებით, იმიტომ რომ ეს საკითხი შემდგომ 60-იან წლებში ძალიან
ძიმერ გადაანგარიშებული იქნა თანხები, ანუ 11 მილიარდი დოლარის დახმარება გაწეულ საქართველოს ომის პერიოდში, გადაანგარიშების შემდეგ აღმოჩნდა ბერელის შესახავ უკვე 70 მილიონს აღწევდა და საქართველოს იქნა მილიარდს აღწევდა საბოლოო ჯამში საქართველოს იქნა ესე იგი 11 მილიარდი მიიღო იმ პერიოდში და დაახლოებით 5 მილიარდის იქნა გადასახდები. შესაბამისად, ოღონდ 5 მილიარდის უკვე 70 მილიარდზე გადათვლით ხუბიან გარშემო. და იმიტომ რომ იყო მთელი რიგი პრომოცია, რომელიც ექანებერებოდა დაბრუნებას აღწევდა. იმას არ დააბრუნებდი, მაგრამ და გეყიდა. და საბჭოთა მხარემ საბოლოო ჯამში ფულის გადახარჯვებენ ამ სიტუაციაში. ასევე ლენდ-ლიზი იყო ის, რამაც რეალურად გადაარჩინა საქართველოში ამ ომში მარტს 41 წელს და ვთქვათ, რომ ლენდ-ლიზი იყო ის, რამაც დააშკარა კიდევ შეფერილობად გადასვლა და საბჭოთა ჯარების წარმატება 1960 წლებში გაკოუწილად სწორედ ამ ლენდ-ლიზის შედეგად მიღებული სტუდენტების დამსახურება. მე მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო, რომელიც არის დადასტურებული ისტორიულად თეირანის კონფერენციაზე 1953 წელს, ცნობილი ფაქტია, ნოემბრის თვეში გაიმართა უშუალოდ სტალინმა ჩერჩილის 79 დაბადებების აღსანიშნავად, როდესაც გაიმართა ედვარდ ვახშამი, წარმოთქვა სიტყვა და იქ პირადად მადლობა გადაუხადა ლენდ-ლიზის ესე ვთქვათ, ამ პროგრამის მნიშვნელობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს და შესაბამისი სადღეგრძელო წარმოთქვა და განაცხადა, რომ არა ლენდ-ლიზიო ჩვენ დავამარცხდებოდითო და ამ ფაქტს საბჭოთა პროპაგანდა და შემდგომ რუსეთიც, დღევანდელი რუსეთიც მნიშვნელოვნად ესე ვთქვათ, ნიღბავდა, ჩქმალობდა და უკვე ბოლო წლებია ეს ფაქტი გასაჯაროვდა. აი რას გვეტყოდით უშუალოდ საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას და მათ აღიარებას აი ამ პროგრამის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. კი, ანუ საბჭოთა მხარე ამას ყოველთვის ხაზს უსვამდა წერილებში, იმ პერიოდში 52 წლებში მუდმივად შეხვდებით სტალინის მხრიდან, რომ როდის იქნება მოგიგი, ასე ვთქვათ, მოწოდება, ჩვენ გვჭირდება ეს და იქნებ დაჩქარდეს და იქნებ ეს მოხერხდეს, განსაკუთრებით როდესაც ჩაძერული იქნა ერთ-ერთი კონვოები 17, ბოლა კონვოი 17, იმის შემდგომ ესე იგი მოდის მოხდება ამის აღდგენა, რატომ მოხდა ეს, ანუ ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის დახმარება, რომელიც ჩვენ და მიგიღო გემების მეშვეობით, ეს იყო იშვიათი წარმატება გერმანელების პრაქტიკულად არც ერთ სხვა შემთხვევაში მათ ასეთ წარმატებისთვის არ მეუღწევიათ. და სტალინი არასდროს ამას არ მალავდა და ყოველთვის ხაზს უსვამდა. ოღონდ ეს ხდებოდა შიდა აუდიტორიიდან ფარულად. შიდა აუდიტორიაზე ყოველთვის იყო საუბარი, რომ ჩვენ ვარ ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. კი ბატონო, რეალურად რომ არა ლენდ-ლიზი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი გავარჯიონდა საბჭოთა კავშირი აი ამ მოცემულობას და აი როდესაც აღნიშნეთ, რომ ჩამოიყვანა ის მნიშვნელოვანი დივიზიები აღმოსავლეთის მმართველებიდან სტალინმა და ისოციალთან მოსკოვს გაეძლო და რომ არა ლენდ-ლიზი რამდენი ხანი იქნებოდა შესაძლებელი აი ესე ვთქვათ სიტუაციური მონახაზრო ავანტანს. 22 წლის შემოდგომაზე უგასრული კატასტროფა დადგებოდა, რადგანაც შეწყდებოდა იმ დროისათვის საბჭოთა კავშირი დაკარგული აქვს უკრაინა. კარგავს ყუბანს, კარგავს კავკასიას, ზოგისპირეთიდან მომავლის ასევე იკეტება სტალინგრადის შემთხვევაში. შესაბამისად საბჭოთა კავშირი რჩება როგორც ბენზინის, დიზელის და საერთო პროდუქტების გარეშე, ისე ხორბლის გარეშე. და ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ომის გაგრძელების თავი უბრალოდ ელემენტარულად საბჭოთა კავშირს ორ-სამ თვეში არ ექნებოდა. 1953 წლამდე ან მივიდოდა, ან არა. და რეალურად ასე ვთქვათ, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ლენდ-ლიზი ამ შემთხვევაში. ლენდ-ლიზმა საბჭოთა კავშირს აი ეს კრიზისი გადააჩანა. რა როლს ასრულებდა უშუალოდ გერმანიის დამარცხებაში, ლენდ-ლიზზე ვთანხმდებით რა ადონის ესე ვთქვათ, მოცემულობა იყო. რა როლს ასრულებდა დასავლეთ ფრონტზე
მოკავშირეების ინტენსიური ჩართულობა მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს საკმაოდ დიდი ძალები ყავდა აღმოსავლეთის ფრონტზე გამოსროლილი, რამდენად ესე ვთქვათ დააჩქარა დასავლეთ ფრონტზე განვითარებულმა სიტუაციამ ამ ომის საბოლოოდ გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი ფუნქციის შეტანა. აქ მაშინ ერთ რამეს უნდა გავუსვათ ასე, ყოველთვის მიდის ხოლმე შედარება და აღმოსავლეთის ფრონტზე გასაგებია, რომ გაცილებით მეტი ჯერს გაწევს გერმანიას დასავლეთის ფრონტზე და ეს მეორე ფრონტის გარსნაობა გვიანდება და ორი რატო გვიანდება და მოდით მივუდგეთ ასეთ რა ვალდებულება ქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ რომ გერმანია თავის ნომერ პირველ მტრად არ გამოეცხადება. ამერიკის შეერთებულ შტატების მოსახლეობაში იმ პერიოდში ნებისმიერ შედარებულ გამოგეთქვას თუ აიღებ ნომერ პირველ მტრად მოსახლეობა ქვის იაპონიას. იმიტომ რომ იაპონია დაეწყო თავს 90% ეს და გელაპი ატარებდა მაშინ მაგრამ სხვა კომპანიაც ატარებდა და შესაბამისად ნათელია უკვე რას ნიშნავს ეს მიუხედავად ამისა ამერიკის შეერთებულ შტატების ხელმძღვანელობამ გაიზიარა ომში აღმოჩენის შემდეგ ბრიტანელების აზრი თვალსაზრისით რომ გერმანია გაცილებით ძლიერია სამხედრო ეკონომიკური თვალსაზრისით და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივმართავთ მთელ ყურადღებას იაპონიის წინააღმდეგ მაშინ გერმანია დაამარცხებს საბჭოთა კავშირს შეიძლება შემდეგ შეიჭრას უკვე ინგლისში და ამიტომ ამერიკელებმა გადაწყვიტეს რომ საჭიროა გერმანიის დამარცხებისთვის ძირითადი ძალების გამოყენება მაგრამ აზრის საზოგადოებრივი აზრის არ გათვალისწინება არ გამოდის ამიტომ ამერიკას სერიოზული ძალები ყავს გასათავსებელი წყნარი ოკეანის აუზში რომ იაპონელები გააჩეროს ჯერ გააჩეროს შემდეგ უკვე უკუგდება დაიწყოს მათ და ყველა საინტერესო რა არის როდესაც პერლ ჰარბორი მოხდა 7 დეკემბერს ბოლომდე ეს 8 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატები კონკრეტულად გამოუცხადა მარტო იაპონიას იმიტომ რომ იაპონია დაიწყო თავს გერმანიისთვის და იტალიისთვის ომის გამოცხადება დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, ამიტომ ფრანკლინ რუზველტის შეფასება იყო ასეთი, რომ არასწორი ომი, არასწორი დროს, არასწორ ოკეანეში. ანუ მას გერმანიის წინააღმდეგ სურდა ამ შემთხვევაში თავისი ამერიკის ჩართვა. 11 დეკემბერს გერმანიამ და იტალიამ იქით გამოუცხადა ომი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ეს იყო ხუდრებს ყველაზე დიდი შეცდომა. Თადნაც არანაირი შანსი იმისი რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩამოიყო ომში გერმანიის წინააღმდეგ თუ გერმანია არ გამოუცხადებდა ომს იმ მომენტში არ არსებობდა მაგრამ ჰიტლერმა ჩათვლა რომ თუ ის და მოსოლინი ომს გამოუცხადებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს იაპონია ავტომატურ რეჟიმში ომს გამოუცხადებს საბჭოთა კავშირს მაგრამ იაპონია და საბჭოთა კავშირის თავდაუცხლელობის პაქტი აქვს რომელიც გაფორმდა 51 წლის 13 ապრილს რომელიც გახურვებასაც სხვა შორის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გერმანული მხარე, როდესაც მაცუოკა ჯერ ჩავიდა მოსკოვში, მოსკოვიდან ჩავიდა ბერლინში და შემდეგ ამბობდა ისა მოსკოვში და მერე მოაწერა ფაქტს. აი ბერლინში მინდა რომ მოლაპარაკებების დროს მათ კატეგორიულად უთხრეს ფაქტობრივად რომ ამერიკასთან ომი არაფრით არ დაიწყო. და საბჭოთა კავშირთან პაქტი გაფორმდა, მეინცაც უბრალოდ არ მიიჩნიეს. ანუ ნათელია იქ უკვე იმ საუბრებიდან ნათელდება მას უკვე მიიღდა პრინციპი რომ გერმანია აპირებს საბჭოთა კავშირზე თავდასხმას მაგრამ რადგანაც ამას ღია ტექსტით არ ეუბნება გერმანია იაპონია ვალდებული არ არის გაითვალისწინოს და მას თავისი პრობლემები აქვს საბჭოთა კავშირთან მიმართებაში გარკვეული შიშები 39 წლის აგვისტოს შემდგომ ხალხი ბოლის შემდგომ არსებობს ამიტომ აქედან ემუნერი პაქტი გაფორმდა იაპონია ამ პაქტის ერთგული ქარჩანკარ იყენებს განყოფილობაში და როდესაც საბჭოთა კავშირმა დაარღვია ფაქტი 45 წლის აგვისტოში. გაბონებმა უთხრეს, რომ ჩვენ რომ დავიცავით პაქტი თქვენ რატო არ ვართ? ან პასუხია ამ შემთხვევაში არ არსებობდა გასაკეთებელი სტატუსი. ასე რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან გადაჯაჭვულია ამ შემთხვევაში ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ევროპული ფრონტი სულ არ იყო სავალდებულო გამხდარიყო ნომერ პირველი. მაგრამ მათ ის გახადეს და ახლა ლოჯისტიკური სირთულეები, რომელიც გააჩნდა მუზარმაზარი შარების თავმოყრას, ლამანშის ხორცირებისთვის საჭირო ძალების ხარდაჭერას
42 წელს ეს უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობდა და 53 წელსაც ძალიან რთული გასაკეთებელი იყო. აი 52 წელს უკვე როდესაც სრული უპირატესობა არის საავიაციო თვალსაზრისით, როდესაც 53 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული გერმანული წყალქვეშა ნავების შეტევებით მცირდება, რადგანაც ეს ამ ნავების დიდი ნაწილი უკვე გაანადგურეს და როგორც იქნა მოხერხდა მეტი საშუალების ჩაშვება ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე გერმანია ძირავდა ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ფლოტის დიდ ნაწილს, ანუ გერმანია უფრო მეტ ხომალდს ძირავდა საბაჟო ფლოტისას, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ახერხებდნენ ახლის ჩაშვებას. ეს გრძელდება 44 წლამდე თითქმის. 53 წლის მეორე ნახევარში იქნა შეჩერდა ეს პოლო და ეს ყველაფერი ამერიკის კისერზე გადადეს. ანუ ამერიკის შეერთებული საწარმოების დადო. გერმანიის ეს ხო ავიაციის მიერ განსაკუთრებით ბომბავდნენ სწორედ რომ სანაპირო ზოლში განთავსებულ ქალაქებს, სადაც იყო ძირითადი ნაწილი აი ამ წყალქვეშა ნავების ბაზების და რა თქმა უნდა მათი წარმოების შესაძლებლობების. და წარმოიდგინეთ ამერიკის შეერთებული შტატები აიარანებს საკუთარ არმიას, რომელიც რაოდენობაც 1939 წლიდან 1953 წლისთვის გაიზარდა 360,000-დან 12 მილიონად. აიარაღებს ბრიტანეთის არმიას, აიარაღებს საბჭოთა არმიას, აიარაღებს პოლონელებს, აიარაღებს მერე ფრანგებს, და ეს ყველაფერი ახლა ამას ყველაფერს აკეთებს ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე ომი პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. და მისი არჩევანი ამ შემთხვევაში ხო რას აკეთებს და ვერაფრით ვერ დაძრახავ ამ შემთხვევაში ამერიკელებს რომ მათი სტრატეგიული პრიორიტეტი ამ შემთხვევაში იყო გიტა თუ არა როგორმე გერმანიის დამარცხება, მაგრამ არა იმდენი ძალებით რომ იაპონიისთვის მიეცათ უპირატესობა წყნარ ოკეანეში. არ შეიძლებოდა ამის დაშვება. შესაბამისად აქედან გამომდინარე ამერიკელებს უწევთ ძალიან დიდი რაოდენობით აი ამ თავიანთი სადესანტო ხომალდების უბრალოდ სამხედრო თუ სავაჭრო ფლოტის გამოყენება წყნარი ოკეანის აუზში იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ძირითადად საზღვაო ომია. და არ რჩებათ უბრალოდ ფიზიკურად შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჯარისკაცებიც არ ყავთ იმდენი და პლუს ამას არც სამხედრო შესაძლებლობები, რომ გადმოისროლონ ჯარი ვთქვათ ინგლისში და ლა-მანშის ფორსირება მოაყენონ. ამის ფიზიკური შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ სტალინის მხრიდან, რომელიც ომის პირველ ნაწილში გერმანიის მოკავშირეა საერთოდ და 1940 წლის თებერვალში განიხილებოდა სერიოზულად ინგლისი და საფრანგეთის მიერ ჩინეთის დახმარება და საბჭოთა კავშირისთვის ომის გამოცხადება, იმიტომ რომ გერმანია და საბჭოთა კავშირი მოკავშირეები არიან. მაგრამ ხა იმის ხაზი ვერ გაერგვია საბჭოთა კავშირს თებერვალის მიწურულს შეიძლება მართლა აღმოჩენილიყო ომში ინგლისთან და საფრანგეთთან იმ პერიოდში. და აქედან გამომდინარე სტალინის მხრიდან რაიმეში ესე იგი ამერიკელებისგან მოთხოვნაც კი უბრალოდ მორალურადაც კი ძალიან არასწორი იყო, მაგრამ ამ მიუხედავად ამისა სტალინი მუდმივად ითხოვდა ამას და შესაბამისად ძალიან უკმაყოფილო იყო იმით, რომ მეორე ფრონტი აკლიანდება, რომ მეორე ფრონტს არ აწარმოებენ. ახლა წარმოიდგინეთ, ომი ახალი დაწყებულია და ივლისში მოსთხოვა ბრიტანელებს გახსენით მეორე ფრონტი საფრანგეთში და მესმის შეგვეტანო პატრონთან უდიდესი მადლობა მოგზაურობისთვის და ჩვენ რაც კი ჩაგვიწერია ჩვენი ეს მიმოხილვები მიმდინარე სოფლიო პროცესებთან დაკავშირებით, მე ვთვლი რომ ეს დღევანდელი ეს საკითხი რომელიც განხილეთ იყო ერთ-ერთი ტოპ რომელსაც შევხედავ და რომელიც განვიხილავთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ცოდნის, თქვენი შეხედულებების გაზიარებისთვის. მე კი მაყურებელს ვეთქვი რომ ჩვენი ეს საკითხი გამოქვეყნდება 8 მაისს, როდესაც ნაცტურდებანია დამარცხდა და იზეიმა ცივილიზებულმა სამყარომ მასზე გადაჭრა. დიდი მადლობა.